ადამიანებმა კარმა რო იცოდნენ რას ნიშნავს ძალიან ფრთხილად მოიქცეოდნენ. კაცობრიობას უჭირს ადამიანების შეფასება. ეხლა ისეთი ქსელია ამ ტყუილმართალის, რომ ძალიან რთულია გაიგოს სად არის სიმართლე და ადამიანებს უჭირთ. ვერაფერი ვერ ხსნის გარდა კარმისა და რეინკარნაციისა ჩვენ ამ მდგომარეობას. იმიტომ რომ ეხლა პატარა ბავშვი იბადება და უკვე ავანტყოფობით იბადება. ზოგი ვერც აგრძელებს ცხოვრებას, იქვე გარდაიცვლება ხოლმე. ისმის კითხვა, რატომ დავიბადე ამ შთამომავლობაში? ამ გენეტიკურ ხეში რატო დავიბადე? აი ეს ქმედებებიც ასევე ბადებს მომავალში ჩვენს სხეულს, ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას, ჩვენს ჯანმრთელობას, სანათესაოს, ახლობლებს. ბუდისტური სწავლებები კი საერთოდ მიუღებელია ჩემთვის. აბსოლუტურად მიუღებელი. ამ შემთხვევაში მიჯაჭვულობა ხო არ ჩდება პიროვნებასთან? რა შორს წავიდეთ, იესო ქრისტე რო გიყვარდეს? წარმოიდგინეთ ისეთი სიყვარული, რომ სხეულმა ვერ გაუწია. ვარ გაგიშდით თქვენ. ეხა ფული მინდა, უფრო მეტი მინდა, ყველაფერს მე ვიღებ, ჩემ შვილებს ვაძლევ. მოკვდე რათა იცოცხლო. ამისთვის უნდა მოკვდე, რათა იცოცხლო. ამ კარმის დოქტრინის ყველაფრის კათოლიციზმით თავისუფლება არსებობს. გათავისუფლდი? რას ნიშნავს გათავისუფლდი? მე რა ხდება? თქვენი აზრით, როცა ვევლინებით, მისია გვაქვს ამ განზომილებაში? გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი 9 საათი. მე, რა თქმა უნდა, დაგიბრუნდით პოდკასტ არეადან და დღეს კვლავ ინდევრად ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. სანამ თემას შევეხები, გეტყვით, რომ პოდკასტის წარმომდგენი არის 26 წლის გამოცდილების გერმანული ევროპული ბანკი, პროკრედიტ ბანკი და მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. დღეს რაზე ვისაუბრებთ? დღეს ვისაუბრებთ კარმაზე. რომელიც ფიქრობ რომ ძალიან საინტერესო თემაა და ბევრი კუთხით შეიძლება ამის გაშლა და ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვია ძალიან საინტერესო სტუმარი. ჩემი სტუმარი არის მწერალი ალეკო შუღლაძე. გამარჯობა. მოგესალმებით. მიხარია რომ დღეს ჩემთან ერთად ხარ და გაგიცანით. მაყურებელს ვეტყვი რომ ბატონი ალეკოს მოთხრობები შეგიძლიათ წაიკითხოთ სახელწოდებით, მაგალითად გაქცევის მცდელობა, წიგნების კაცი, ლაბირინთი მანუელისთვის, ასევე რომანების სამსარა და გადამალვა. ბატონი ალეკო აღმოსავლეთის ფილოსოფიას ძალიან კარგად იცნობს და ვფიქრობ, რომ საკუთარ თავში ატარებს ამ ყველაფერს, ამიტომ ჩემთვის რაღაცნაირი პატივია მოკლედ თქვენი ამ პოდკასტში სტუმრობა. კი ბატონო, დღეს ჩვენ როგორც აღნიშნე ვისაუბრებთ კარმაზე და ეს კარმა რაღაცნაირად ხან ისე ესმით, ხან ესე ესმით, ხან ისეთ ჭრილში მოიხსენიებენ საერთოდ ამ კარმას, რომ გაგიკვირდება კაცი და ფიქრობ, რომ რა შუაში არისო, ზოგს გონია რაღაც სადამსჯელო ორგანოა, რომელიც ადამიანებს ჭის და ასე შემდეგ. ბევრი შესავლის გარეშე პირდაპირ კითხავთ, რა არის კარმა? კარმა ეს არის სამყაროსეული მიზეზ შედეგობრიობის კანონი, რომელიც თანახმადაც ჩვენი წარსული ქმედებები, რაც გაგვიკეთებია წარსულში, ზემოქმედებს ჩვენს აწმყოზე და მომავალზე. ნებისმიერი ქმედება, რომელიც გაგვიკეთებია წარსულში, არის მიზეზი შემდეგი ისეთი რაღაცებისა, რაც ახლა ხდება ჩვენს თავს. ყველა ნებისმიერი ქმედება იწვევს, ნებისმიერი მიზეზი ქმედება იწვევს თავის შედეგს. ეს არის კარმა, ეს არის ბედიღბალი, შეიძლება ასე ითქვას, ბედისწერა, ბედიღბალი. სხვადასხვა ტიპის ფორმები არსებობს, აი ამაზე უფრო დაწვრილებით შეგვიძლია ვთქვათ. 4 ფორმა მაგას გულისხმობთ თუ? ხო, აი ამ შემთხვევაში 4 შეგვიძლია ეს ამ ფორმაზეც ვთქვათ. ჯერ იმას ვიტყვი, რომ ესე იგი ეს სამყაროში იცით როგორ არის, რომ ადამიანი თვითონ კაცობრიობას უჭირს ადამიანების შეფასება, სასამართლოს, პირდაპირ სასამართლოზე არ ვიტყვი, სხვა ადამიანებს და ასე შემდეგ. რთულია, ეხლა ისეთი ქსელია ამ ტყუილმართალის, რომ ძალიან რთულია გაიგოს სად არის სიმართლე და ადამიანებს უჭირთ. ისინი არ არიან სრულყოფილნი ადამიანები, ამიტომ უჭირთ, შეიძლება მოსამართლე შეცდება ვერ გაიგოს რა ხდება შეიძლება და ასე შემდეგ.
ისედაც. და ამიტომ სამყაროს აქვს თვითონ ეს უნივერსალური კანონი, რომელიც თავიდან ძალიან მიკვირდა, როდესაც ამაზე ვფიქრობდი ამას როგორ არეგულირებს, მაგრამ ახლა კვანტური კომპიუტერების ეპოქაში უკვე მივხვდი, რომ ამ კვანტურ კომპიუტერს ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, რომ შესაბამისად სამყაროსაც შეუძლია შექმნას. და ამ სამყაროში მე ვგულისხმობ არა მარტო სამყაროს, არამედ ღმერთსაც გულისხმობ. თავდაპირველად. ამიტომ აი ეს ხდება გადანაწილება, არაფერი არ იპარება, ყველა მოქმედებას აქვს თავისი შედეგი და ადამიანმა თუ ეს არ იცის, როგორ ვთქვა, შეიძლება ცუდ მდგომარეობაშიც აღმოჩნდეს, შეიძლება კარგში აღმოჩნდეს. ხო, როგორც კარგს აქვს შედეგი, ხო, ისე ამიტომ ეს არ არის დამსჯელი, მარტო დამსჯელი. ეს არის შედეგებს იწვევს, რასაც დასთეს იმას მოიმკიო, ნათქვამი რომ არის რა. ეს არის წარსულის ქმედებები ნებისმიერ რამ, რომელიც ჩვენ გაგვიკეთებია არა მარტო ამ ცხოვრებაში, შესაბამისად და რადგან კარმაზე და რეინკარნაციას უნდა ვახსენოთ იქვე, ეს აუცილებელია, სხვანაირად სამყარო არ იხსნება, ვერანაირად ვერ ახსნით ჩვენ, შეგვიძლია ეს მერე ცოტა ჩავშალოთ ეს თემაც, კი ბატონო, ვერანაირად ვერ იხსნება, შესაბამისად არსებობს რეინკარნაცია, არსებობს სული, რომელიც მოძრაობს სხეულიდან სხეულში და ჩვენი წინა დაბადებები განაპირობებს ჩვენს აზრს და ჩვენს მომავალს. არის კარმა, რომელიც აი ამ ცხოვრებაში გვაქვს და ეხლა ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ აი ამ 4 კატეგორიაზე ვისაუბროთ. პირველს ქვია ასეთი სანსკრიტული სიტყვა პრარაბთა კარმა ქვია. ეს არის კარმა, რომელიც უკვე მომწიფებულია. უნდა რაღაც კარგი საქმე გავაკეთეთ, ან ცუდი საქმე გავაკეთეთ და იმის შესაბამისად რაღაცა რეაქცია, შესაბამისი ქმედება ხდება ჩვენ თავს. მაგრამ რაღაც კარგი ჩავიდინეთ და ამ ცხოვრებაშიც რაღაცა უნდა დაგვიფასონ. ეს არის პრარაბთა კარმა, რომელიც უკვე მომწიფებულია და რომელიც უკვე წერია და ხდება ამ ცხოვრებაში. ანუ როდესაც მე ვიბადები, ის იწყება. პრარაბთა კარმა იწყება ჩვენი დაბადებიდან. ხო, როგორც ცუდი, ისე კარგი. ყველანაირ შემთხვევაში, როგორც ცუდი, ყველა კარგი, უკვე გადანაწილებულია. რაღაც ცუდ ქმედებას, რაღაცა ცუდი მოყვება არა მარტო ქმედებებს, არამედ ჩვენს თვისებებს, ჩვენს ცნობიერება არის მნიშვნელოვანი ძალიან აი ამ შემთხვევაში, რა ცნობიერებას ვატარებთ. რა გვინდა და იმის შესაბამისი სხეულები გვაქვს მიღებული. რთულია, იმიტომ რომ გარდა ამისა, უნდა ცალკეული ეპიზოდებიც იყოს გათვალისწინებული, ჩემი სურვილები უნდა იყოს გათვალისწინებული, ჩემი კარგი და ცუდი ძალიან რთულია შეიქმნას ჩემი ეხლანდელი ეს სხეული და ჩემი ეხლანდელი პიროვნება, მაგრამ ამას ეს ხერ ხდება. სასწაული კომპიუტერია რაღაცა ბჭყალებში რა. ეს არის პრარაბთა. პრარაბთა არის უკვე მომწიფებული. რომელიც ჩვენს მხოლოდ ჩვენს ესე ამბობენ, მხოლოდ ჩვენს ამ ცხოვრებაში ხდება. იწყება ჩვენი დაბადებიდან და ჩვენი სხეულის დატოვებამდე, ასე ვთქვათ, როცა სხეულს ტოვებს სული გადადის, იქ მთავრდება. ხო, ანუ კითხვის დაგისვათ აქ, ანუ თუ მაგალითად ინკარნაციის შემთხვევაში ჩემი სული, ვთქვათ, კიდევ მოევლინება, დიახ. ის კარმა უკვე ანუ ახლით დავიბადები. კი ბატონო, ეხლა მაგაზე ვისაუბრებთ, პრარაბთა კარმა უკვე ეს ამ შემთხვევაში დასრულდება. შედეგი, რომელიც ხდება იმ მიზეზის შედეგად, ანუ აი ეს შედეგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგალითად რაღაც დაგვემართა, რაღაცა მოხდა, ან რაღაცა გავაკეთეთ, ან რაღაცა არ არის მომავალი, ამ შემთხვევაში ეს შედეგი არ არის მომავალი ცხოვრების მიზეზი. იმიტომ რომ სხვანაირად კარმიდან ვერ გამოხვიდოდი. ყველა შედეგი რომ რაღაცას კიდე ბადებდეს, ესე არ არის. რაღაცა გავაკეთე ამ შემთხვევაში შესაბამისი და ეს დასრულებული. მაგრამ გარდა ამისა მე ჩემი ნება მაქვს. აი ამ ნების მიხედვით, ცოტა მაქვს, მაგრამ მაინც მაქვს ამ ჩემის ნების მიხედვით, რასაც ვაკეთებ, ეს ბადებს უკვე შემდეგი ცხოვრების კარმას. ხო. გასაგებია. კი. ეს პრარაბთა. მაგრამ არსებობს სხვა, რომელიც ჯერ არ ჩანს და არ არის მომწიფებული, არის პატარა თესლის სახით, წინა ცხოვრებებში რომელიღაცაში ასე ძალიან რთულია განსაზღვროთ როდის, მაგრამ რაღაცა ჩადენილი ჯერჯერობით არ მომწიფებულა.
შესაძლებელია ეს იმის გამო ხდება, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფრის გადატანა გაგვიჭირდება და მომავალ ცხოვრებაში უნდა გავიტანოთ. ხო, პრარაბდას კარმისგან განსხვავებით ეს მას ქვია კუტა, ესეთი საინტერესო სახელი აქვს და კარმა ის თესლია. მიწაში არის ჩადებული და არ ჩანს ჯერ. მაგრამ მოულოდნელად თავს იჩენს შემდეგ ცხოვრებაში, რომელიღაცაში. კიდევ უფრო ისეთი ნაბიჯი არის ამ ესე იგი ბიჯა ქვია. ეს არის უკვე აღმოცენებული, მაგრამ ჯერ არ მომწიფებული. ეს 4 კატეგორია, უბრალოდ ჯერ 3 და აღმოცენებული, მაგრამ არ მომწიფებული ნიშნავს იმას, რომ ამ ცხოვრებაში მე შეიძლება ამ კარმის საზღაური ამ პირიქით სიკეთე მქონდეს, მაგრამ არ მომწიფებული, აი ცოტა ვერ მივხვდი მესამეს, უფრო უკეთესად რო აგვიხსნათ. არ მომწიფებული, მაგრამ აი პროცესია რა. პროცესია, ეს ერთულად არის, რაღაცნაირად ეს ერთულად არა, აი პროცესია იზრდება. ისეთი ძალიან მნიშვნელობასაც ახლა ვერ მივანიჭებთ. უბრალოდ იზრდება და რომელიღაცაში გამოვლინდება აუცილებლად. პრარაბდას გარდა არსებობს აპრარაბთა კარმა. შესაბამისად ეს აპრარაბთა კარმა არის, რომელიც საერთოდ არ ჩანს, ჯერ და არ ვიცით რა ხდება. დაახლოებით იმ თესლის მსგავსია. ახლა ეს კონკრეტულად ჩამოყალიბება არ ჩანს. ვერ ხვდებით რაშია საქმე. ამ შემთხვევაში პრარაბთა, აპრარაბთა. მაგრამ არსებობს მისი გამოვლენის საშუალება. ეს 4 ტიპის კარმა არსებობს და შესაბამისად თუ პრარაბთა გაივლის, ახლა ამიტომ ჩვენ ხვდებით, ხა შეგვიძლია ესე მაგალითებიც მოვიყვანოთ, ავანტყოფობით იბადება ვიღაცა მდიდარი იბადება, მილიონერი იბადება, როდესაც ჩვენ ამას ხსნიდით და საუბრობთ ამაზე, დაუშვათ ან გვინდა ავხსნათ, მაგალითად მე მქონია საუბრები, პირდაპირ ვიტყვი დასამალი არ არის არაფერი, როცა საუბრები მქონია თუნდაც სხვა კონფესიის ან სხვა რელიგიის ხალხთან, ეს რელიგია არ არის ამის თქმაც მინდა, ეს მეცნიერება უფროა. ხო და როცა საუბარი მქონდა და როდესაც ვერაფერი ვერ ხსნის გარდა კარმისა და რეინკარნაციისა ჩვენ ამ მდგომარეობას. იმიტომ რომ ხა პატარა ბავშვი იბადება და არის უკვე ავანტყოფობით იბადება. ზოგი ვერც აგრძელებს ცხოვრებას, იქვე გარდაიცვლება ხოლმე. არის ახლა ზოგი მდიდარია, ზოგი უსინათლო და ამ კითხვაზე ხანდახან ასე პასუხობენ ხოლმე, რაც მე არ მაკმაყოფილებს. ეს არის ღმერთის ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება. ან კონკრეტულად ასე მუსულმანურ სამყაროში როცა საუბრობდი, ასე მეუბნებიან ეს ალაჰის ნება. კი ბატონო, ვეთანხმები. ალაჰის იეჰოვას ნებისმიერი სახელწოდება ავიღოთ, ყველაფერი მისი ნებით ხდება, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რომ ის იჯდეს მაგალითად და ამბობდეს, რომ ეს უსინათლო დაიბადოს ეს ასეთი პირობები შეუძლებელია, რომ ასე ვერ იქნება. ხო, მან აბსოლუტურად გამორიცხულია. ზუსტად გეთანხმებით ისიც რატო აი პირველად როცა კარმის მნიშვნელობის გაგება მომინდა, ესე ვთქვათ, იყო ზუსტად ეგ შემთხვევა თქვენ რასაც ახსენეთ, რომ ბავშვები იბადებიან ისეთი დაავადებებით, რომელიც ან იქვე ასრულებენ სიცოცხლეს, ან მთელი ცხოვრება ამ დაავადებით რაღაცა წლამდე მოკლედ ტანჯვაშს განიცდიან. და საიდან, გასაგებია გენეტიკა, სადღაც რაღაცა იყო, მშობლებსაც არა იმის იქით კიდევ ვიღაცას რაღაცა და მაინც ამ ბავშვი გამოვლინდა. დიახ. არ არის მართალი, აქვე შეგვიძლია ახლა ჩვენ ლოგიკურად ამის პირველი ის რომ დავუშვათ 100 ამბობენ, გინდა მუსულმანურ სამყაროში, გინდა ჩვენთან ასე ჩვენ არ ვიცით ყველაფერი ბოლომდე არ ვიცით საიდან ჩდება ეს არ არის პასუხი ჩემთვის. ამიტომ როცა არის რაღაც რაც კარმა და რეინკარნაცია ხსნის, ეს უნდა მივიღოთ და ეს არ ნიშნავს იმას რომ დავუშვათ მე არ ვიყო იესო ქრისტეს მიმდევარი და არ მიყვარდეს ის ერთმანეთთან არაფერი კავშირში არ არის, ეს არსებობს და შეიძლება დაბადებიდან დაბადებაში მისი ერთგული ვიყო ნებისმიერი რომელიც მე მინდა. ასეთი შემთხვევები ვედურ ლიტერატურაში ძალიან ბევრია. ეს არ ნიშნავს თუ ამ მეცნიერების ამ იმას მივიღებთ რომ რაღაც უნდა უარყოთ რომელიმე ჩვენი რელიგია ამას არა. ეს კარმა, უბრალოდ კარმა რეინკარნაცია არის ესეთი ეს ფორმულა ნამდვილ რეალურად არსებობს რა. ჩვენ ხო გვაქვს ბოდიში შეგაწყვეტინა, ჩვენ ხო გვაქვს ქართულში გამოთმაც კი გვაქვს, რომ ბაბუის ნაჭამ ყემალმა შვილიშვილს კვილი მოჭრაოთ. რაღაცას თუ სწორად ფორმულირებას აი აქ ჩვენ რა თქმა უნდა შევაგამათებით მას. იმიტომ როგორც კი ვიღაცა ამბობს გენეტიკაზე, ხო.
ამბობს რომ ბაბუა ჩემის და ბაბუის და იმის დანაშაულია ჩემი ავადმყოფობა და ის გადმოვიდა ჩემზე. ჯერ ეს უსამართლობაა რა თქმა უნდა რომ ბაბუა ჩემის ის ჩემზე გადმოვიდეს. რატომ უნდა გადმოვიდეს? მე ინდივიდუალური პიროვნება მაქვს, საიდანღაც მოვედი და ამ დროს და მეორეს დაუშვათ ასეც რომ იყოს ისმის კითხვა. რატომ დავიბადე ამ შთამომავლობაში? ამ გენეტიკურ ხეში რატო დავიბადე? ეს იგივეა რომ თქვა რატომ არის კაცი უსინათლო, გეტყვიან რომ აქ და რატომ დაიბადე აქ და იგივენარად პასუხი არ არის. მე ხომ აქ დავიბადე, რატომ დავიბადე მაინდა-მაინც ამ ოჯახში? ისმის კითხვა. ამიტომ აქ ყველაფერი არის პირიქით. არსებობს ჯერ კარმა და შემდეგ ერთი კარმის მქონე ადამიანები შაქრიანი დიაბეტით, ან დაუშვათ გულის რაღაცით, ან წნევებით, ან რაღაცა ჩემ შემთხვევაშიც ესე არის იბადები იმ გარემოცვაში ერთნაირი მახასიათებლებით, ერთნაირი ავადმყოფობებით, ერთნაირი თვისებებით. გამიგეთ რა შეასაქმე, რომ ერთმანეთს გაუგონ, ერთმანეთთან რაღაცნაირად შევიდნენ, გაითვალისწინონ, დაიხმარონ. პირიქით არის კარმა ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა არსებობს ქვეყნის კარმა, არსებობს დედამიწის კარმა, მაგრამ ეს ისეთი ზემოქმედებითი ვერ არის, როგორც პიროვნული კარმა. ჩემი დაბადება საქართველოში კარმის ნაბიჯია. კარმიული სულა არის ჩემივე. ასე ესე მოხდა. ძალიან რთულია შეცვალო შენი ქვეყანა ესე დაბადებიდან დაბადებაში დაიბადო შოტლანდიაში, რატო დაიბადები მაგალითად თუ ძალიან დიდი მიდრეკილება არა გაქვს შოტლანდიაში რაღაც სურვილი ძალიან უნდა გინდოდეს რომ ამიტომ ძირითადად ადამიანები ერთი და იმავე ქვეყანაში იბადებიან და მონაცვლეობაც აქვს ხან კალია, ხან კაცი. ხან ქალია, ხან კაცი. ეს იდეალურ შემთხვევაში თუ ის ადამიანის სხეულს იღებს. თუ კარმა არის ძალიან რთული, აქ არსებობს ორი თეორია. მე ორივეს ვიტყვი, იმიტომ რომ ორივე ერთმანეთის გვერდა არის და მეც თავში ხანდახან მაქვს ხოლმე კითხვები, ამიტომ დღეს ამას კატეგორიულად არ იმას ვიზამ. ორია, ერთი რომ ცუდი კარმის მიხედვით ადამიანი შეიძლება დაბალ საფეხურზე მოვიდეს ცხოვრების, ანუ ცხოველად დაიბადოს და მეორეს მიხედვით არ იბადება ადამიანი ცხოველად. მაგრამ აი პირველის მიხედვით ადამიანი იმის მიხედვით შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცა გააკეთოს, აი არ ვიცი, მაგალითად იყოს ნაცისტი, ფაშისტი, ფიქრობ ხოლმე რა, ასობით კაცი ყავდეს მოკლული და აღარ მიიღოს ადამიანის სხეული, ამის გამო დაისაჯოს. მაგრამ კარგი კარმა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ადამიანმა ზემოთკენ გადაინაცვლოს და ადამიანის სხეულის მსგავსი ნახევარღმერთების სხეული მიიღოს, ასე ამბობს ვედები. 60-ისეულ პლანეტებს გულისხმობს, არა ქრისტიანული გაგებით, არამედ კარგ მდგომარეობაში ყოფნა, თუნდაც დედამიწაზე წარმოვიდგინოთ საოცრად ჯამრთელი, ბევრი ფულის მქონე, მდიდარი, კარგი ხასიათის, ძალიან ეს დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, მდიდარი ადამიანი ვიღაც პრინცი ხარ. დაახლოებით, ეს კაი კარმის შედეგია. თუ რა თქმა უნდა შემდგომში არ აურევ და ისე უკან არ დაეცემე, რაც დამახასიათებელი არის კარმისთვის ამაღლება, დაცემა, ამაღლება, დაცემა. რატომ არის დამახასიათებელი? რატომ არის? იმიტომ რომ ადამიანი არასრულყოფილია და კარგ მდგომარეობაში, როდესაც მას გამოელევა კარგი კარმიული შედეგები, ანუ რაღაცა ის პრარაბთა კარმის, ან ბიჯასი, ან აი ამ კარმის შედეგები, როდესაც მომწიფდება და იგი გამოილევა ეს შედეგი, შეიძლება ვიღაცამ შეინარჩუნოს ეს დონე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხდება ჩამოვარდნა. მაგალითად, შეიძლება კაი პრეზიდენტი იყო და ომი წამოიწყო სადღაც. შეიძლება არ იყო ომს თუ წამოიწყებ, უკვე ვეღარ ხარ, ხო, კარგი, ანუ თუ არასწორი ომი წამოიწყე რა, ასე ვთქვათ, არასწორი ომი. აი ესეთი რაღაცა თუ გააკეთე და შესაბამისად ეს ცუდი შედეგებს იწვევს. კვლევ სიკვდილს ასე შემდეგ. ძალიან ეს იწვევს ადამიანისთვის თვითონ იცით როგორი კარმიული ადამიანებმა კარმა რო იცოდნენ რას ნიშნავს, ძალიან ფრთხილად მოიქცეოდნენ. მაგალითად ვედებში პირდაპირ წერია, ჩინოვნიკი, მინისტრი ან რომელიმე პიროვნება თუ ადამიანებისგან იღებს ხარკს, ანუ აი გადასახადების სახით და მას ვერ უბრუნებს შესაბამისად, ანუ აი ისეთივე როგორ ვთქვა, ნუ შესაბამისი იმით ვერ უბრუნებს რაოდენობრივად თუ რაღაცა აზრობრივად ვერ უბრუნებს აი ამას დაბელიუს ამას იპარავს ან იღებს აქედან ძალიან ცუდი შედეგს გამოიღებს, მისი დაბადება შემდგომში იქნება ძალიან ცუდი. ეს ვიღაცას არ ჯერას ამბობს რა კარმა,
რა ინკარნაცია არ ჯერა ეს მუშაობს. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ ახსენეთ რომ ეს არ არის რაიმე რელიგიო, ეს არის მეცნიერება. ასე მგონია მე. ხო, აი რა საფუძველზე დაყრდნობით ამბობთ რომ ეს შეიძლება მეცნიერება არის. ეს ძალიან ისეთი საინტერესო კითხვაა, სადაც არ წავაწყდი, ყოველთვის საუბარია ხოლმე აი ამ განმარტებების იქა ჩემთან, ჩემს ლიტერატურაში ასე ვთქვათ, რაღაცებს კითხულობ ხოლმე, ყველგან არა ცხადია, არის ასეთი რამ, რომ ეს არ მტკიცდება. ასე პირდაპირ მეცნიერულად დამტკიცება რთულია. თუმცა მაინც დააკვირდებით ეს მტკიცდება ჩვენში. აქ არის რწმენის საკითხი. რწმენა არ არის უბრალო რაღაცა. ეს არის იმ სამყაროს, აი ესეთი აი ამ კარმიული რაღაცების ან იქით სამყაროს, სულიერი სამყაროში შესვლის და იქაური მდგომარეობის, იქაური სიცოცხლის გაგების გასაღებია რწმენა. ის ყველას არ აქვს. მე რწმენა ეს სარელი სიტყვა არ არის, ამაში რწმენა და ჩემი დაკვირვება მიმახვედრებს იმაზე 30 წლიანი პრაქტიკა. ეს მნიშვნელოვანია, მე ჩემი თავის მჯერა გამიგეთ რა შეასაქმე, მე მჯერა ჩემი მასწავლებლის, მე მჯერა იმის მასწავლებლის, ესე განვითარდა და როცა ისინი ამას საუბრობდნენ, იქიდან გავიგე მე ეს ყველაფერი, მე შეოფასე, გავაანალიზე, ვცდილობდი სულიერი პრაქტიკები მქონოდა, ამის შედეგად მე ვთქვი, რომ ეს არის უნივერსალური მეთოდი, შესაბამისად მეცნიერება შეგვიძლია დავარქვათ, როგორც მაგალითად ფიზიკური კანონები არსებობს. F-ი უდრის -F-ს არის ნიუტონის კანონი, მეორე მე მგონი თუ მესამე. ყოველ ძალას ანტიძალა უპირისპირდება F-ი უდრის -F-ს. ორივე ერთნაირი ძალა არის, ეს არის კარმის კანონი. ანუ რაღაცას გააკეთებ და იგივე ძალით მოდის რაღაცა, რომელიც უნდა შენ გაიარო აუცილებლად უნდა გაიარო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ეხლა თვითონ ქმედებები, რასაც ადამიანი აკეთებს, ასევე უნდა აუცილებლად აღნიშნოთ, რაც ბადებს შემდგომ კარმას, ეს არის ქმედებები ასეთი ტიპის, ის არის რაღაც ქმედებებს ადამიანი აკეთებს რეგულარულ ქმედებებს, აი თითქმის მუდმივს. თქვენ შეგიძლიათ მიხვდეთ თქვენ თავზე რასაც აკეთებთ ყოველ დღე. ეს არის ამას ნიტია, მუდმივი ნიტია, ეს სიტყვა, ნიტია კარმა, ნიტია ქმედებები ქვია. არის ქმედებები, რომელიც ეპიზოდურია, ანდახან აკეთებს. რაღაც კონკრეტულ მოცემულ სიტუაციებში. ხო, ნაიმიშტიკა კარმა ქვია. ნაიმიშტიკა კარმა. ეს ქმედება ესეთი არის. არის ქმედება, რომელიც არ არის აუცილებელი გააკეთოთ, მე რატომღაც აკეთებთ. არა აუცილებელი გაუაზრებელი ქმედებები რაღაცა კეთდება, რომელიც ყოველდღიურად დღეში 1000 ერთხელ გააკეთოთ. ეს არის კამია, ესე ქვია. და არის ქმედებები, რომელიც იცით რომ დანაშაულია, მაგრამ მაინც ვაკეთებთ. არ ვიცით, მაგრამ ვაკეთებთ, ამას ვიკარმა ქვია, ანტიკარმიული ქმედებები. აი ეს ქმედებებიც ასევე ბადებს მომავალში, ბადებს ჩვენს სხეულს, ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას, ჩვენს ჯანმრთელობას, სანათესაოს, ახლობლებს, ეს ბადებს ყველაფერ ამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქმედებები, ახლა მაგალითად მართლმადებულ რელიგიაში არის რა ვთქვათ, რაღაცა 10 წესი არსებობს, ხო? თუ არ ვშთები, რომელიც არის ამას თუ ეს არ უნდა გააკეთო, მოკლედ თუ გინდა რომ რაღაცა სასუფეველი დაიმკვიდრო ასე. ამ კარმის თვალსაზრისით თუ არსებობს აი ესე რომ ვიცოდეთ რაღაცა დოქტრინები არის რომ ეს ანუ წინასწარ მოცემულობა თუ გვაქვს ეგეთი საინტერესოა. იცით რა, ასეთ წმინდა წერილში შრიმად ბჰაგავატამში არის ერთი თავი, რომელშიც მოცემულია ასეთი წესები. თუ ჩვენ მოვიძიებთ, კიდე უფრო დაწვრილებითად ვიპოვით, არის. მე რატომღაც ამაზე დიდი ყურადღება არ გამიკეთებია, მახსოვს რამდენიმე, შემიძლია მაგალითად გითხრათ, რომ აი ეს თქვენ ჩინოვნიკებზე, ხო? არის უცნაური წესები, რომელიც უცნაური არ არის, მაგრამ შეიძლება ჩვენ რაღაცნაირად მოგვეჩვენოს, მაგალითად ერთი მახსოვს ხო, ნუ არ შეიძლება ვიღაცების მოწამულა, არ შეიძლება მოუყოლა, ეს გზავნილია აქაც. მაგალითად უცნაური წესია ეს, რომელიც დამამახსოვდა, არ შეიძლება სხვისი ცოლის მოტაცება. თუ ვიღაცა ცოლი ყავს, არ უნდა მოიტაცო.
არსებობს ომის წესები. ომის წესები ძალიან მომწონს, რომელსაც არავინ აღარ ითვალისწინებს, საერთოდ აბა დაუკვირდით. ამ ომის წესების მიხედვით ესაც კარმეულ შედეგებს ბადებს, მაგრამ ეხლა გამახსენდა არის ასეთი რამ. ჩვენ ვიცით, რომ არ შეიძლება ქალების და ბავშვების მოკლა. არ შეიძლება მოხუცების მოკლა. აღმოჩნდა ვედებში ნახეთ როგორ წერია. არ შეიძლება დაპატიმრებული, რომელიც დაგნებდა იმ ტყვეს არაფერი არ უნდა დაუშავო. არ შეიძლება მძინარე ადამიანის მოკლა. არ შეიძლება მთვრალი ადამიანის მოკლა. არ შეიძლება შეშლილი ადამიანის მოკლა. არ შეიძლება უიარაღოს მოკლა და ასე შემდეგ. ანუ არათანაბარ პირობებში. აბსოლუტურად გამორიცხულია, როდესაც ჩვენ ვიღაცა ამათი აბსოლუტურად კიდე არის რაღაც ჩამონათვალი. ესეთი წესები არის, არსებობს იქ არ მინდა ხოლმე ამაზე გავამახვილო ყურადღება, არ ჟღერს ხოლმე და ნათქვამია რომ შრიმად ფაგავატამში ეს შემდგომშიო მერე შეიტანესო. ხო. ცოტა უფრო, აი როგორც თქვენ თქვით, დასაწყისში ცოტა უფრო შიში დაბადოს. ეგეთშიც არ ვეთანხმები მე, იმიტომ რომ იქ დადებითი რაღაცეებიც უნდა იყოს. რა, იქ დადებითი იმ შემთხვევაში იმ მონაკვეთში მე ვერ ნახე, მაგრამ დადებითი ქმედებებიც შეგვიძლია გავამახვილოთ, სულ უარყოფითი რო არა ვთქვათ. ქველმოქმედება სულიერი რომელიმე პრაქტიკა იოგასი, ეხლა ამაზე ვიტყვით ზუსტად, ძალიან მნიშვნელოვანია, შეგვიძლია ამაზე გავამახვილოთ. გაცნობიერება იმისი, რომ აი ჩვენი საუბარი ეს კარკარმას დაბადებს იმედი მაქვს, თუ ვინმე დაგვიჯერებს მით უმეტეს, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ვაანალიზებთ და ასეთი ქმედებები იწვევს ადამიანის ცნობიერების ამაღლებას და სხვა მდგომარეობაში გადაყვანას და როგორც აღნიშნე ნახევარ ღმერთების ასე ამბობენ ძალიან ძლიერი ადამიანების გადასვლას. მაგრამ არ უნდა გვავიწყდეს რომ ნებისმიერი ცხოვრების ნებისმიერი პრინციპი, რომელიც და მდგომარეობა, რომელიც არსებობს სამყაროში, არ იძლევა კიდევ ერთხელ ამბობ გარანტიას იმისას, რომ სულ ამ მდგომარეობაში დარჩები. და ეს უკვე რა თქმა უნდა შეიძლება მხოლოდ ვედების ის არის და სხვა კონფესიები ამას არ ითვალისწინებენ, სხვა რელიგიები, მაგრამ ვედების მიხედვით აი ამ სამყაროდან, აი ამ ციკლ დაბადების ციკლიდან, რაც ჩვენ თქვით, აი ამ კარმიდან, ამ ბედის წერიდან გასვლა საჭირო, გაქცევა, რომელსაც ქვია გათავისუფლება. მოქშა ქვია, მუქტისაც ეძახიან, მოქშაც ქვია, ნუ პირველ ეტაპზე ეს არის. შემდეგ რა ხდება, ეს სხვა საკითხია, ეს დღეს ამას ვერ განვიხილავთ. ეს არის. ამიტომ ეს არ იძლევა მუქტის და მოქშის საშუალებას, აი ეს ამაღლება, აი აქ კარგი მდგომარეობა, ეს არ იძლევა. მაინც გახლართული ვართ უგუნურებაში, ვნებაში და სათნოებაში. შეიძლება ძალიან სათნო პიროვნება ვიყოთ ნახევარ ღმერთის დონეზე, მაგრამ ეს არ იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ მოქშა მივიღოთ. ნირგუნა, აი ამ გუნებისგან, ამას გუნები ქვია, ეს უგუნურება, ვნება და სათნოება, აი ნირგუნას მდგომარეობაში უნდა გადავიდეთ, ამ მდგომარეობიდან ამაზე საერთოდ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, რაღაც სხვა არის ძალიან რთულია სათნოებაზე მაღალი, რაღაც ტრანსცენდენტული მდგომარეობა, რომელიც იძლევს მოქშას. ანუ თქვენ ამბობთ, რომ საერთოდ ამ ყველაფერზე არ უნდა იფიქრო ადამიანმა, ხო? ესე არ გამოვა. ხო, ანუ ისიც აი შემდეგ კითხვა ზუსტად ეგ მაქვს რა რეალურად, რა ბავშვობაშიც ეგ მქონდა, როდესაც თქვათ მართლმადიდებლურ ეკლესიას ვეხებოდი და აუცილებლად იქნება ჩემი სტუმარი მღვდელი, რომელსაც ამ თემაზე დავისაუბრები, რომ აი მე თუ ვიფიქრე, რომ მე ამ ყველაფერს არ გავაკეთებ და ამ ყველაფერს გავაკეთებ, იმიტომ რომ პირობითად სამსარიდან გამოვიდე ან 60-ში მოხდე, თქვათ აქეთა შემთხვევაში, ხო? მაშინ ჩემი ცხოვრება აი თითქოს რაღაც დამოკიდებული არ არის იმაზე, რომ აი ეს არის აი როგორ ვერ ვაყალიბებ ახლა შეიძლება ხო ძალიან კარგად მივხვდი. ეს ძალიან კარგად მივხვდი. კი ბატონო, არა. დასაწყის ეტაპზე ეს არ არის. თქვენ შეგიძლიათ შეგნებულად გააკეთოთ ის, რომ თქვა რომ მე მოქშას უნდა მივახციო. და რა თქმა უნდა, ქმედებები მოქშის მისაღწევად არის ხშირ შემთხვევაში რაღაც კანონებში მოქცეული და ცოტა მოსაწყენია. მე მაგაში გეთანხმებით. მაგრამ ასკეტიზმი შეიძლება შემოვიდეს რაღაცეები, მაგრამ იმაში ცუდი არაფერი არ არის, თუ თქვენ იტყვით, რომ მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მოქშას მივახციო. ეს ასეც არის. სპონტანურად შეიძლება არ გამოგივიდეთ პირველ ეტაპზე. არ გამოვა სპონტანურად, იმიტომ რომ თქვენ კანონები არ იცით, როგორ იმოქმედებთ.
არიცით ეს მაგალითად ქრისტიანული სამყარო, როდესაც თავისი კანონები აქვს, თუ ის კანონები არ ისეთივეა ზუსტად როგორიც უნდა ჩვენ შემთხვევაში ისეთიც არის. ანუ ეს თვისებები ეს ადამიანი ის ძალიან კარგ შედეგს იძლევა მიუხედავად იმან იცის თუ არა კარმის პრინციპი არა, მაგრამ ესეთი წმინდანი, ქრისტიანი წმინდანი ის რა თქმა უნდა იესო ქრისტემდე ადის, მიდის, პოულობს მას. მან ხო და იცით რა კითხვა მოხსულ, მან განზრახვა არ არის, რომ მე ამას იმიტომ ვაკეთე. აი ეს რა ბრმად უბრალოდ აი ესე არ გამოგივათ უბრალოდ რა. ხო. თუ ეს ახლა ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებთ, ეს თქვენ შეება ვიღაც ვერ მიხვდეს, თქვენ იცით, მაგრამ შეება ვიღაც ვერ მიხვდეს ეს რომ უნდა გააკეთოს. ამიტომ პირველ ეტაპზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ძალიან სერიოზული კითხვა. მაგალითად, ახლა ჩვენ შეგვეძლია შემდეგ საკითხზე გადავიდეთ და აქაც ის გამოჩნდება. რა ერევა პრარაბთა კარმას? როგორ შევცვალოთ ის? ამბობენ რომ ეს პრარაბთა კარმა, რომელიც ჩვენ ცხოვრებაშია, უცვლელია, მართლასია, თუ არ გაივლი, არაფერი გამოვა. ეს დაწერილია და არაფერი გამოვა. მაგრამ თორე დასია თუ არა საკითხი. ასე დგას თუ არა. ამბობენ რომ აი ამ სხვა კარმებს გამოუვლენელს აპრარაბთას, აი ამ ბიჯას, აი ამ კუტას, აი ამ კარმიულ შედეგებს ერევა ჯნანა იოგა. გიანა იოგა უფრო სწორი გამონათქვამია, რატომღაც ჩვენთან შემოვიდა ჯნანა იოგათი, ის გიანა ცოდნას ნიშნავს, ანუ ცოდნით ფილოსოფიით ერევი. აი იმ სამს. და კარმა იოგაც გამიგია. კარმა იოგათიც ერევი რაღაც ნაწილს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მაგას ვნახავ რა შეიძლება ამით მოხდეს. ძალიან სერიოზული კარმა იოგათი ამას ერევი. ცვლი კარმას. ამას ვერ ცვლი დღევანდელს, იმიტომ რომ ძალიან მომწიფებულია. მაგრამ აი ამ რაჯა იოგათი, ანუ აი ამ პატანჯალა, აი ამ ესე იგი ჰათხა იოგას, საიდანაც მოდის, აი ამ იოგით, კარმა იოგათი და სხვებით ამას ერევი გიანა იოგათი. არსებობს მეოთხე ფაქტი იოგაც. ამას დავასრულებ. აქ პარამეტრო დავასრულებ, პირდაპირ ვიტყვი. მაგრამ ეს აი რაც თქვენ თქვით, ეს იოგა აი ზუსტად ისი არის, ისიც გათვალისწინე ყოველთვის უნდა გაითვალისწინო რას აკეთებ. სპონტანურობა აქ არის, სიყვარულიც არის. მაგრამ უფრო ცოდნაზე, ფილოსოფიაზე და ასეთ რაღაცებზე არის მომართული. ის იმ გამოუვლენელს ერევა, მაგრამ ამ პრარაბთა კარმას ასე ამბობენ. ვერ ერევა. მე ეს ბაგავად გიტაში წავიკითხე. მე ვერ ვიტყვი რომ ჩემი არჩევანი იმიტომ გავაკეთე რომ ამას უნდა მოვრევოდი, მაგრამ როცა გავაკეთე ბაგავად გიტა, აქ ცოტა სუბიექტური ვიქნები, ასია ნათქვამი, ჩემი მასწავლებლები ასე ამბობდნენ რომ პრარაბთა კარმას ერევა ფაქტი იოგა. დღევანდელ დღეს მომწიფებული რაღაცის შეცვლად კი შესაძლებელია ფაქტი იოგათი. მომავალში ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ რას ნიშნავს ფაქტი. ფაქტი იოგა სწორედ ის არის, რაც თქვენ გსურთ. მომავალში არა ეხლა. რას თქვენ თქვენ სპონტანურობა. ხო. აქ არ ფიქრობ რისგან უნდა გათავისუფლდე. საერთოდ კარმაზე აღარ ფიქრობ. ფაქტი იოგაში ეხლა მე სპეციალურად მოვემზადე და ეს ადრე მქონდა შესწავლილი, თორე ეს მივიწყებული მქონდა. ფაქტი იოგა იძლევა იმის საშუალებას, რომ თქვენ გიყვარდეთ აბსოლუტი ღმერთი. აი ეს სიტყვები რაც ეხლა გააუფასურეს რაღაცნაირად, ყველა ამას ამბობს, მაგრამ ეს აი ჭეშმარიტების შეცნობა ფაქტი იოგაში არის სპონტანური, გამიგეთ? ეს მეთოდები. ამიტომ ვანიჭებ მე მას უპირატესობას, რომ აქ სიყვარულია მთავარი. როგორც მაგალითად თქვენ ან მე მიყვარს ადამიანი, თქვენ გიყვართ საყვარელი ადამიანი და მის თვისებებს საერთოდ არ აგწევთ ყურადღებას, არის უბრალოდ გიყვართ, ძალიან გიყვართ. აი ესეთი მომენტი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. და ეს უკვე ისეთი ამაღლებულია, რომ კარმა თავისით სწორდება. უშუალოდ აქ კი არ ახართ მიმართული. არამედ ეს თავისით სწორდებათ. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ მე შემიძლია საოცარი იქნება გაგეცინებათ, მაგრამ ახვდე მაგალითად 2 მეტრზე და 50 სანტიმეტრზე მოხსნა მსოფლიო რეკორდი. და სულ ამაში ვარჯიშობ. და მე ადავხდი, ხტები ამაზე ვარჯიშობ და ვიღაცა მითხრას რომ 2-ზე და 10-ზე გადახტები, მე ვიტყვი რა თქმა უნდა, იმიტომ 2-ზე და 50-ზე ვხტები და 2-ზე 2 და 10 არის მოგშა. 2 და 50 არის ფაქტი იოგა. მიხვდით დაახლოებით? კი, მივხვდი და რას გულისხმობს ეს ფაქტი იოგა? ფაქტი იოგა გულისხმობს სპონტანურ სიყვარულს
პიროვნული ფორმით ღმერთს პიროვნული ფორმით ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია რომ ამის გარშემო რომ არც მოგინდეს დაძაბულობა თავისით იქნება ხოლმე მე ვცდილობ ეს არ შევქმნა მაგრამ ადამიანები ორ კატეგორიად იყოფენ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რომლებიც ამბობენ რომ ღმერთი ვერ იქნება პიროვნება და გათავისუფლების მერე მე შევდივარ რაღაც უპიროვნოში ამ ბრაჰმანში ან საერთოდ აღარსად აღარ ვიბადები და ასე შემდეგ და მეორე ხალხია ეს არის უპიროვნო იმპერსონალისტური მიდგომა და მეორე რომლებიც ამბობენ რომ ღმერთი არის პიროვნება ქრისტიანული ამბობენ ხო ჩვენ ვიცით რომ ქრისტე უნდა იყოს პიროვნება რა აქაც ეგრე იყო და იქაც ეგრეა ამიტომ ახლოს არის უფრო ამიტომ ამ შემთხვევაში აქაც ინდივიდუალურები აქაც შეიძლება რამდენიმე პიროვნება იყოს ინდუეთში მაგალითად სხვადასხვა მიმართულების სემეთ აყვას მაგრამ ერთი იგივე პიროვნების სხვადასხვა ინკარნაცია შეიძლება განვიხილოთ ეს კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია ხოლმე ან შივაზე ან კრიშნაზე აი მთელი ეს სწავლება ფაქტ იოგასი სწორედ აქეთკენ მიუთითებს რომ შეიყვარო ეს პიროვნული ფორმა ეს არ არის ტყუილი ამბავი აქ ისეთი დონეზე ხდება ამის განხილვა რომ შიში მოგრძალება სიმორცხვე რაღაც გადადის უკანა პლანზე და ხდება მისი შეყვარება და მაგალითად დასავლური რელიგიებისგან განსხვავებით და სწავლებებისგან განსხვავებით ვედებს და ფაქტ იოგას აქვს პიროვნულ ფორმას აქვს ისეთი დამოკიდებულება ღმერთთან რომელიც მაგალითად ჩვენთან შეიძლება როგორც კრეხელობა ისე შერაცხო არ ვიცი რატომ რაღაცა შეზღუდული ჩარჩოების გამო მაგალითად ჩვენ როგორი ურთიერთობა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დაუშვათ კრიშნასთან დაუშვათ ნეიტრალური თქვენ შეიძლება არც გაქვთ ნეიტრალური დამოკიდებულება არ შეიძლება არც გაინტერესებთ ან ხო ვიცი რო არის ეს ნეიტრალურია მაგრამ შეიძლება იყოს მსახურის დამოკიდებულება კარგი გაგებით მონა და მორჩილი და ყმა კი არა აი ჰანუმანი არის ესეთი პერსონაჟი მაიმუნი გონიერი მაიმუნი ესეთი სიმბოლური მსახურების ერთ-ერთი ისეთი რომელიც მაგალითად ძალიან ემსახურება რაამას და არის ძალიან ისეთი შეყვარებული მასზე აი ამ მსახურების სფეროში მაგრამ უფრო შორსაც მიდის ეს შეიძლება მეგობარი იყო ხშირად ქრისტიანულ სამყაროში საუბრობდა მათ უნდათ რომ ასე იყოს და ის მეუბნება რომ იესო ჩემი მეგობარია და მე მიხარია ეს ძალიან კარგია ძალიან მიყვარს ასეთი მდგომარეობა მეგობარი უნდა იყოს რატომ უნდა მეშინოდეს მისი არა ხო ჩვენს გამო ამდენი რაღაცა გააკეთა რატომ უნდა მეშინოდეს მისი ამიტომ ჩემი მეგობარია ეს შეიძლება ვიღაცამ არა ის შენი მამა შენი პატრონია შენი ის არის მაგრამ ის ვედები კიდევ უფრო შორს მიდის შეიძლება შობელი იყო შობლიური განწყობილება დაგეუფლოს შენ მის მიმართ ის კი არ იყოს მამა შენ იყო მშობელი აი კრიშნას შემთხვევაში შეიძლება იესოს შემთხვევაში პატარა ხო ყავდა დედა ყავს დედა ხომ არის მას ხო უყვარს ეს დამოკიდებულება არის მშობლის აქაც კრიშნასთან ძალიან ბევრია ისტორიები სადაც მშობელს როგორც მშობლებს და არა მარტო მას როგორც და სხვა ქალებსაც ვინც არიან გარშემო ან კაცებსაც მათ როგორც თავისი შვილი ისე უყვართ მაგრამ კიდევ უფრო შერს მიდის ეხლა მიხვდებით რა საუბარი კრიშნასთან შესაძლებელია ურთიერთობა როგორც სამიჯნურო ურთიერთობა ასეთი რამ მოსულა ეს ღვთაებრივი მდგომარეობა ეს მიწიერს ამას ჩვენ ვერ შევატარებთ ანუ ვნება არ არსებობს ეს ისეთი ვნებები არ არის როგორც აქ რომელიც აი რაღაცა აუცილებლად უნდა გააკეთო აგარი ეს ღვთაებრივი სიყვარულია როგორც ქალის ენერგიასა და მამაკაცის ენერგიას შორის გამიგეთ ამას გადმოცემა შეუძლებელია რა ეს არ უნდა გავიგოთ ჩვენ მიწიერი თვალსაზრისით რა კი მე მან მაქვს ერთი კითხვა იმიტომ რომ მე მოსმენელი მაქვს თქვენი ინტერვიუები შესაბამისად ვიმზადებოდი თქვენ შესახვედრ ეგეთი განცდა გამიშთა მაგას როდესაც ვისმენდი რომ ეგ თითქოს იმისთვის არის საჭირო აი ესე გადმოითარგმნა ჩემთვის რომ თლიანობა განიცადო აი იმიტომ გიყვარს შენ ის როგორც პიროვნება ხო სწორია ხო რომ თლიანობაში მოხვიდე თლიანობა ანუ მაგალითად თქვენ შეიძლება გიყვარდეთ როგორც ქალი ღმერთი და თქვენ თქვენში თლიანობა განიცადოთ ანუ ეს ქალური და მამაკაცური სარწყავი შეერთდეს ხო მე როგორც მამაკაცი და ეს შეერთდეს რა თქმა უნდა მაგრამ ეს პიროვნული რჩება პიროვნული მდგომარეობა რჩება გათავისუფლება
გულისხმობს იმას, აქედან გასვლა, რომ ამ მდგომარეობაში უნდა შევიდე. სადღაც უპირონოში კი არ უნდა გავხრე, ნათელში კი არ უნდა შევიდე და ეს დამოკიდებულებაც არსებობს, ბევრს ეს უნდა. გამიგეთ? ესეთი კატეგორიასთან როცა არის საუბარი ადამიანთა ასე ძმად ძალიან უჭირთ პირდაპირ ვიტყვი, ძალიან უჭირთ პიროვნული მომენტის გაგება. მაშინ ისი არის შემოსული აი ამ პიროვნულიდან სადღაც უპირონოში გადასვლა, როდესაც ეუბნები რომ შეიძლება დარჩეს, ის უბრალოდ ამას ვერ ხვდება. ის თავს გიქნევს, გეთანხმება, მაგრამ არსებობს ძალიან ისეთი შანკარაჩარიას სკოლა. მაგალითად, ხო, განთქმული სკოლა, რომელიც არის ადვაიტაზე არის აგებული. ეს სკოლები სწორედ ამაზე ერთ სულზე საუბრობს. და უკვირდით, აი ხლა მეც შეიძლება არ მინდა გავართულო, ერთ სულზე საუბრობს. ყველას ერთი სული აქვს. აქ დანაწევრდნენ პატარა-პატარა ადამიანებად ვიქეცით. ძალიან უამრავ ადამიანებად და ცხოველებად. პატარა-პატარა, მაგრამ ჩვენი სულები ისინი ამბობენ. ჩვენი არ არის ინდივიდუალური, არ არის, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, ის გაიშლება და გადავალთ ერთ მთლიანობაში. ფაქტიოგასთვის, ასეთი პიროვნული ფაქტიოგასთვის ეს მიუღებელია აბსოლუტურად. ჩვენ ინდივიდუალური სულები ვართ. ასე ამბობს ფაგავად კი და ინდივიდუალურობა ჩემში რჩება და შემდგომში, როდესაც გავდივარ ამ სამყაროდან, აი ამ კარმას და რეინკარნაციას, როდესაც მე გადავდივარ და რჩები პიროვნებად იქ. ანუ იქაც პიროვნება. იქაც პიროვნებად რჩება, რაც მე ძალიან მხიბლობს და რატომაც არ უნდა იყოს ასე. თუ უპიროვნოს თავაზობ, ეს რა შეზღუდვაა, რომ პიროვნული არ იყოს. და მთელი ეს სკოლა არის ასეთი ტიპის. ამიტომ ხშირად ამბობენ, რომ ესენი სამყარო ამბობს, რომ აკრიშნა და შივა და ეს ღვთაებები და ეს ურთიერთობა იმიტომ არის, რომ უბრალოდ ვერანაირად ვერ უკავშირდებით მათ და დროებითია. მაგრამ დროები როგორ შეიძლება კრიშნა იყოს დროებითი, მისი სხეული იყოს დროებითი, აშიო ეს ჩემში ძალიან დიდ კივილს იწვევს, რომ ამას მეუნებიან. ამიტომ ეს ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ რომ ეს დროებითი ვერ იქნება, ეს არის თავი, ეს არის ბოლო ჩემთვის. ესეც არსებობს, არ ვუარყოფ, მაგრამ მე არ მინდა სადღაც სივრცეში ისე განვიშალო, თუნდაც ნეტარებაში ვიყო. და ბუდისტური სწავლებები კი საერთოდ მიუღებელია ჩემთვის. აბსოლუტურად მიუღებელია. მართლა რატომ? აბსოლუტურად, იმიტომ რომ რადგან დღე მომეცას შანსი შემიძლია ხო ეს თქო? რა თქმა უნდა. აბსოლუტურად მიუღებელია. იმიტომ რომ აი ეს მათი განთქმული მანტრა ომ მანი პადმე ჰუმ არც მალავს ამას არავინ, ესეც არის, გამიგეთ? და მე შესწავლას არ დამჭირდა, ისევე მივხვდი. კეტავს გზებს, დაბადების გზებს. ომ კეტავს ნახევარ ღმერთების იქ, ომ მანი პადმე ჰუმ ექვსივე დაბადების ნახევარ ღმერთებში, ადამიანებში, მოჩვენებები, ჯოჯოხეთური პლანეტების ცხოველები და ასე შემდეგ კიდე მეექვსი რაღაცა, ამაში შესვლას აღარ იბადება. არ ინკარნაცია არ არსებობს ბუდისტურ. იქ არის ინკარნაცია, მანამდე სანამ არ გახვალ. იქაც არის რაღაც მოქშას ტიპის მსგავსი, მაგრამ სანამ მანამდე იბადები. დაბადება იქ სხვანაირად არის, სული არ არის. მოდი ახლა ბუდიზმში ნუ გადავდივართ, უბრალოდ მარტო ამით დაგმაყოფილდეთ. არსად არ იბადები. და მე კითხვა დავსვე, მე ვკითხე, ნირვანა რა არის? ხალხს გონია ნირვანა სასწაული რაღაცა. მაგრამ ნირვანა არის არ დაბადება. არ დაბადება. არსად დაბადება. ანუ არ არის. შეიძლება ეს ნეტარებაც არის. იქაც არის რაღაც სკოლები, მე არ ვიცი, მაგრამ მე პიროვნული მიჩემნია. სადაც გარკვეულია. ეს ჩემთვის ბუდისტები ძალიან კარგი ხალხია, მაგრამ რა შედეგი აქვთ? ეს საბოლოო მიზანი ის არის ადგილი რა არის? ამიტომ ხანდახან ისე უყვართ სემენ ბოლომდე არ არის გარკვეული და როცა მე ვუთხარი აქ პიროვნება იკარგება შეუძლებელია მithres რა არის შეუძლებელი? არ გინდა პიროვნება იყო? ხალხი გახარებულია, არ უნდათ რომ პიროვნებები იყვნენ. ხო, ეგ ძალიან ტენდენციური ამბავი არის ხა რაც ახსენეთ პიროვნებები არ უნდა ვიყოთ რაღაცა ეს ბოლომდე გათავისუფლება ყველაფრისგან არ ვიცი კისხეული არის ვაღიარებთ მაგრამ ეს სულ დამკვირვებელი რომელიც აკვირდება და ცალცალკე აღქმა თითქოს რომ ცალცალკე არის ხეული და ეს რაღაცა დამკვირვებელი
ხო, ჩემთვის ეს როგორ არის ძალიან საინტერესოსთან ერთად ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით და თითქოს რაც უფრო სიღრმეში ჩავდივარ, რაღაცებზე ბოლომდე პასუხს ვერ ვიგებ, ეგეთი შეგრძნებებიც მაქვს, ხო? აი ხო, თქვენ ვახსენეთ, რომ აი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პიროვნება არსებობდეს, ხო? რატომ არის თქვენთვის ეგეთი მნიშვნელოვანი, რომ პიროვნება არსებობდეს? ანუ აი რატომ არის მიუღებელი, რომ ის რაღაცა ინფინიტი, რაღაცა ერთი სული არსებობს, რომელსაც ყველა უერთდებით და აი გვაგრძელებთ და რაღაცა დიდი რაღაცა, არ ვიცი, ვინ ვართ და რა ვართ, მაგრამ ერთიანობაში სადღაც რაღაც ვართ რა. ეხლა ერთ სერიალი გამოვიდა. მაგრამ სახელწოდება აღარ მახსოვს, იმადგან ერთი თუ რაღაცა ესეთი უცნაური სერიალი, ბოლო იქ მთელი სამყარო დედამიწა გადაიქცევიან, კეთილზომბებად გადაიქცევიან. კეთილები ერთმანეთს კარგს რაღაცა ეს პირველი სერიალი ნახე. ერთმანეთს ეფერებიან რაღაცა და ერთი ხალი არ გადაიქცევა. და აკვირდება ამათ. ძალიან მოდიან და ძალიან კარგი გვინდა შენთვის. ეს წერალია თან, რა? მოხულიგნო ელემენტია. არ უნდა რა. ეს ამბობს რომ თქვენ რა არის ეს ერთი მასა მეუნება. ძალიან საინტერესოც რო იყოს, მაგალითი მომყავს. ძალიან მნიშვნელოვანია, უმნიშვნელოვანესია კრიშნას ლილები. კრიშნას ლილა ნიშნავს კრიშნას ქმედებები. ინდივიდუალური ქმედებები, ნებისმიერი ხანდახან გართობებს ეძახიან. გართობები ისე რო არ გავიგოთ, რომ მარტო ერთობა, ყველანაირი ქმედება არის ძალიან საინტერესო და მისი აქ ყოფნის პერიოდში, მისი რეინკარნაციების ყოფნის პერიოდში ეს სულ მუდამ არის. ეს იმდენად ტკბილია ეს ურთიერთობა, პიროვნება. პიროვნული ურთიერთობა, განა ეს კითხვა ისეთი არის, რთული გასაცემია, მაგრამ აქ ძალიან სუბიექტური რაღაცა მუშაობს რა. ანუ ისიც იმდენად ტკბილია. მასთან ცეკვა და უშუალოდ ეს ტრანსცენდენტული მომენტი არის. რასა ცეკვა. იმდენად ტკბილია მასთან ცეკვა, მასთან ურთიერთობა, მასთან შეხება. მისი სურნელი, მისი სახე, მისი ეს ამაზე მედიტაცია, რომ რატომ უნდა ვარჩიო ეს რაღაც უპიროვნო ფორმაში ნეტარებას თუნდაც. შეიძლება ეს იყოს ანანდა აქ ნეტარება, მაგრამ ეს ანანდა მირჩევნია. ხო, ანუ აქ უფრო სუბიექტურად მივდივართ, ხო, რეალურად, ხო? ანუ კიდე გითხავთ რა. რამდენს გაგიხარდება? ამ შემთხვევაში მიჯაჭვულობა ხო არ ჩდება პიროვნებასთან? რა თქმა უნდა, მაგას თავისი სახელიც აქვს. მაგას ქვია რატი და ქვია მაგას ასაქტი რატი, რუჩი, აი ეს რუჩი მიჯაჭვულობა, ესეთი სპეციალური მიჯაჭვულობაა საოცარი. ანუ ეს კარგია. საოცრად კარგია ეს მიჯაჭვულობა. ხო. ცუდია, ცუდი. ჭყალებში მიჯაჭვულობა ადამიანისადმი, იმიტომ რომ ეს ამოხრუჭებს ამ პროცესს. მეტი არაფრის გამო. გამიგეთ, ადამიანს თუ უნდა და ამბობს რა ხელს მიშლით ადამიანების სიყვარულში, არავინ არ გიშლის ხელს. უბრალოდ ეს მიმართულება იკეტება. თუ თქვენ ქირურგი ხართ და არ აპრაქტიკებთ და დაუშვათ მთელი დღე, რა ვიცი, ბანკოს თამაშობთ ან რაღაცა ერთობით, რანაირი ქირურგი იქნება თქვენგან, ხო, ჩემგან? არანაირად არ ივარგებს, ამიტომ ეს პრაქტიკის ამბავია, ყველაფერი პრაქტიკის ამბავია. არ მოწიო, იმიტომ რომ პრაქტიკაში შეიძლება არ იყო ნარკოტიკი, იმიტომ რომ ამას აი ეს არის. გიფუჭებს პრაქტიკა. ამ პრაქტიკას აფუჭებს. ხო. გამიგეთ რა შეესაქმე. შეიძლება რომელიღაც სფეროში რაღაც ერთი მოწევა ეხმარება, მაგრამ მგონი ვივეკანონდა იყო თუ რამაკრიშნა ამბობდა რომ იმათან იყო და უშუალოდ ვიღაცა მოწია თქვა რომ აი ამ პრაქტიკისასთანაც ჰაშიშის მოწევისას ძალიან კარგ შედეგს მივახციე. ეს ერთადერთი შემთხვევა უნდა იყოს უთხრეს. ამას უნდა მიაღწიო ამის გარეშე. ეს ტყუილი, ეს შეხნა ერთობი, როცა შივაიტობდა თან ეწევი. ეგ ტყუილი, ეგ ასადარ წერია. ინდოეთში რამ თითქოს რამდენი ხო იყო რომელიც ეწეოდნენ და ჯანმრთელობის მხრივაც არ არის. იცით მოწევა მარტო იმიტომ კი არ არის, არ მოუწევრი ჯანმრთელობა შეიძლება აი ჰაერმა გამიფუჭოს. ისეთი იყოს მიჯაჭვულობა. ეს ცუდი მიჯაჭვულობაა. ხო. მოწევა ცუდი მიჯაჭვულობაა. მე როცა ვეწეოდი ტაძარში და შევიდოდი, ერთი სული მქონდა, გარეთ გავსულიყავი მომეწია და კარგავდი ყველანაირ კონცენტრაციას. ეს არის. ეს მიჯაჭვულობა აი ამ ტრანსცენდენტულზე რაც შენ გაგიყვანს. ეს არის კარგი. კი ბატონო. თან მესმის, თან არ მესმის.
ჯერჯერობით ალბათ მაგ მდგომარეობაში რა არ მესმის იცით? აი მიჯაჭვულობა რომ არის კარგი, ალბათ ეგ მომენტი არ მესმის რა. მე ალბათ ლოგიკური გონებით ვცდილობ გავიგო ის, რაც ლოგიკური გონებით შეიძლება არ არის გასაგები და უბრალოდ ეს მიჯაჭვულობა რო კარგია რატომ არ გესმით? ანუ ისეთ რა, აი ის რომ ის მესმის, ძალიან კარგად მესმის, რომ თქვათ არსებობს ეს პრაქტიკა და ამ პრაქტიკაზე ხარ პირობითად, იმიტომ რომ შენ გაქვს რაღაც მიზანი და ეს პრაქტიკა გაძლევს ამ მიზნისკენ სავალ გზაზე და ნუ ამაზე ხარ. მიჯაჭვულობაც ალბათ არასწორი სიტყვა, უბრალოდ შენ ამას მისდევ, ხო? ანუ ამის მსახურებაში ხარ და ამას ახორციელებ ყოველდღიურად შენში ატარებ, ხო? ალბათ ეს უფრო სწორი იქნება და ვიდრე მიჯაჭვულობა. ხო, ესეც შეიძლება, რა თქმა უნდა, ესეც შემადგენელი ნაწილია აი ამის. საკიდან ჩდება რა. აქ ამ პრაქტიკაში, რაც მე ვახსენე, იმ პერსონალისტურ პრაქტიკებში, აქ არანაირი მიჯაჭვულობა არ უნდა იყოს. აქ ამაზე ზემოდგებიან. ცდილობენ, რომ ეს მიჯაჭვულობა არ იყოს არც კარგი, არც უდივშენებრად გვესმის ეს. მაგრამ ფაქტი უგაში ასეთი რამ არ არის. რადგან პიროვნული მომენტია აქ ესეთი მდგომარეობა, რომ საერთოდ ეს სიცარიელეს იწვევს აქ. არანაირი მიჯაჭვულობა პრაქტიკებიც ასეთია, ხო? სიჩუმეში, მედიტაციაში, სიწყნარეში ასეთი პრაქტიკებია, არარაში შერწყმის, გასვლის ბრაჰმაში, დაბრუნების, აქ ასე არ არის. აქ არის ნათქვამი, რადგან ეს პიროვნება და ის გამოვლენა არის მთავარი იმის, ამიტომ მასთან არ შეიძლება შენ ნეიტრალური ურთიერთობა გქონდეს, რა გამოვა? შენ ის უნდა შეეცადო, რომ გიყვარდეს. ამიტომ პიროვნული მომენტის ნუ რა ვიცი რა შორს წავიდეთ იესო ქრისტე რო გიყვარდეს ანუ ჩემთვის მიჯაჭვულობა ჩემთვის ერთ და იგივე ლაპარაკობთ ახლა რომ გესმოდეს ხო ჩემთვის ერთ და იგივე მაგალითად მოაქვს არის მაგალითები ხო ლიტერატურაშიც ბევრჯერ მოაქვს ეს ჯვარი მოაქვს აი ძლივს და შენ იქ დგახარ წაიღოს კაცო მე ამას არ შევეხები და მეორე მოდი მე გვერდით ამოუდგები რომ ამბობ ამას ეს რაღაც მიჯაჭვულობა ეს რაღაცის გადაწყვეტაა ეს არის პიროვნული დამოკიდებულება გასაგები ის ღმერთია უჭირს არ უჭირს ეხლა როგორი მომენტია მაგაზე ცალკე ვისაუბროთ მაგრამ შე ყველავანეთში გზნობ რომ მას უჭირს და მას მის გვერდით გახარ შენ გიჩდება ის შენი საკუთრება რომ არის იმის მომენტი ამას მამატა ქვია ესეთი სანსკრიტში შენია ის ანუ ღმერთთან გაქვს ეგ დამოკიდებულება რომ შენია ხელი არ მოკიდოთ არავინ არაფერი არ დაუშაოთ ის ჩემია ძალიან დიდ სიყვარულზეა საუბარი ასეთი სიყვარული მიწიერ სამყაროში ძნელი გასას იქ ადის ეს ასეთი სიტყვა არსებობს მაქსიმალურად დიდი სიყვარული პრემა ამბობენ რომ ისეთი აბა შეეცადეთ როგორც მე ვფიქრობ როგორც ქალი შეძლებთ უფრო ამის გაგებას იმიტომ რომ მე მგონი თქვენ სიყვარული გაცილებით მეტი გაქვთ ვიდრე მამაკაცებს მე ასე ვფიქრობ წარმოიდგინეთ ისეთი სიყვარული რომ სხეულმა ვერ გაუძლოს ისეთი სიყვარული რომ სხეულმა ვერ გაუძლოს და მართლაც ასეა პრემას მდგომარეობაში ადამიანი თავის ფიზიკურ სხეულს ტოვებს ვერ უძლებს და აუცილებლად უნდა მიიღოს სულიერი სხეული ესეც გათავისუფლება ოღონდ მე ეს ამ გზას ვარჩევ ვერავინ ამაში ვერ დამადანაშაულებს ეს ჩემი სკოლაა რა თქმა უნდა სასახ ისეთი სიყვარული რომელიც კლავს ადამიანს. აქაც შეიძლება დაახლოებით ესეთი წარმოიდგინო, მაგრამ აქ გავა 1-2 თვე, ან სხვა შეგიყვარდება, ან დაგავიწყდება. აქ ეს არ მთავრდება. კი ბატონო, მე წავიკითხე კარმა იოგას მიმართულება და იქ იყო ესეთი რაღაც ნახსენები, რომ დააკეთო საქმეო. არ ვიცი თქვენთან არის თუ არა ესეთი რაღაც, უნდა აკეთო საქმე, ისე რომ საერთოდ არ ფიქრობდე რა შედეგს მოიტანსო და არც მის სარგებელზე არ ფიქრობდე, მოკლედ უბრალოდ უნდა აკეთო და იმას რა მოყვება, როგორ მოყვება, ამაზე საერთოდ არ უნდა იფიქრო. 100%-იანი. აი გავშიფროთ, ოდნავ. კი, აუცილებლად. აი ყურეთ რა შესაძლოა. ეს რა თქმა უნდა, როცა ამას ვიგებთ ჩვენ. ჩვენ გვიჩნდება პროტესტი. ამას ქვია კარმა კანდა. იმ მდგომარეობას, როდესაც ყველაფერი ჩვენ გვინდა. კარმა კანდა. ჩვენია. მე ხა ამას ხელფასი თუ არ მომწეს, მე რა უნდა გავაკეთო? ვარ გაგიშტით თქვენ. ეხა ფული მინდა, უფრო მეტი მინდა, ყველაფერს მე ვიღებ, ჩემ შვილებს ვაძლევ. ეს არის კარმა კანდა, ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელიც ვერავითარ მოგშას ვერ იწევს. ვერავითარ გათავისუფლებას ვერ იწევს, ეს არის ცხოვრებიდან ცხოვრებაში შენ ამ სამსარაში ხარ. ეს ესე იქნება. ასე გინდა? აქ იყავი.
ამას ქვია კარმა კანდა. და უცბად მეც გამჩენია, ვაიმე, მე თუ ვიმუშავე ეს რა უნდა ვქნა? ვის უნდა მივცე, რას ამბობთ, მაგრამ არსებობს კარმა იოგა. კარმა იოგას კარგ მაგალითს მოვიყვან, იდეალურ ჩემ შემთხვევაში და უფრო გასაგები გახდება. ეს არის ესე იგი მოხალისე თხოვნა. აი მოხალისე რო ხარ. ხო? ეს არ ქვია ქართულად, ანუ მაგალითად არის აშრამები საცხოვრებელად, სადაც ადამიანები შრომობენ მოხალისედ, მხოლოდ საჭმელს ჭამენ, რაღაც წამლის ფული მისცენ, შეიძლება რაღაცა იყოს, გამიგე, მაგრამ სხვას იქ არაფერი არ აქვს. ეს ადამიანი ძალიან ახლოს არის მოხშასთან. ამ ცხოვრებაშიც ნათქვამია, შენ რაც შემოგივა ფული, გაყავის 4-ად, დაახლოებით ესეა რაღაცა 2-ად ჯერ და მე ეს გაიღე ეს ნახევარი ქველმოქმედებაში, ოღონდ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ უგუნურებაში გაცემული ქველმოქმედება არის უგუნურ შედეგს მოგიტანს, ანუ ცუდ შედეგს მოგიტანს. მაგალითად, ხედავ ადამიანი არის ლოთი, თვრალი. და აძლევ ფულს. ის კლავს სვამს, შენ ეს იცით, სვამს ამ თავის არახს, შეიძლება რაღაცაში იცი რომ ნარკოტიკებში იყენებს, აძლევ. ეს უგუნურებაში გაცემული ქველმოქმედება ვერანაირად ვერ ამართლებს, რამე რო დაემართოს შეიძლება კარმიულად ცუდად იმოქმედოს. თუ არ იცი, ეხლა თუ ექიმი ხარ, ვიღაცა შემოიყვანეს, შენ მას ოპერაცია გაუკეთე, ეს შენი საქმეა, ეს ისეთ შედეგს არ იღება, თუმცა ესაც კითხვა მაქვს, მე უნდა ვიკითხო ეს. აი ამ შემთხვევაში თუ ის მერე დგება, მიდის და დანაშაულს ჩადის. მე გონი მაინც ექიმზე არ უნდა იმუშაოს ამა, ხო? ეს არა, მაგრამ როცა იცი, ესეთი ქველმოქმედება, ხო? რა თქმა უნდა, არც იმ ტაძრებს, სადაც ფული მოგვეცით, ეხლა მე რიტუალს ჩავატარებ, არც ამათ არ უნდა მისცე. ეს რთული საკითხია, სად გაიცემა ეს ქველმოქმედება, უფრო ღირს დაფიქრება ამაზე. დანარჩენიდან რაღაცა ნაწილი უნდა დაიტოვო შენთვის აუცილებელი რაღაცეებისთვის და ეს არის კარმა იოგა. კარმა იოგა იწვევს მოქშას. არა მარტო მოქშას, არამედ ვისაც უნდა პიროვნული ურთიერთობის დონეზეც კი არის. კარმა იოგა შედეგი ეს პიროვნული დონე, როგორც გითხარით, ფაქტი იოგას პრეროგატივაა, მაგრამ კარმა იოგაც ხანდახან იძლევა ამ შედეგებს ძალიან მაგრად შესრულებული. ჩვენთან ამას არავინ არ აკეთებს. არა, იმიტომ რომ აი რო მე თავიდან წავიკითხე ეს, რამდენიმე წლის წინ წავიკითხე. და ნუ მაშინ არ ვიყავი ჯერ ყველაფერში ესე და მე თვითონაც სხვა დონეზე ვიყავი მოკითხე ვთქვა და კი აი წაკითხულიც დონეზე გავიგე და მე ისეთი ადამიანი უბრალოდ რასაც ვისმენ და რასაც ვკითხო ყველაფერი შემოდის რა უარყოფითად არ ხვდები და არა არ ვაკეთებ რა და ეხლა ცოტა ხნის წინ კიდე თავიდან წავიკითხე და სხვანაირად შევხედე ამ საკითხს რა რომ თითქოს ამ მატერიალურ სამყაროში რომ შენ რამე გააკეთო ისე რომ უკან რამე არ გინდოდეს თითქოს აი რაღაცნაირად შეუძლებელია ამიტომ რომ ის კი არა რომ სამსახურში ხელფასი არ გადამიხანდო ვიმუშაო კი არა ურთიერთობებში მე შენ გაგიკეთებ ამის გამო გავაკეთებ რომ შენ ეს გამიკეთოს დონეზე ვარ ხო რეალურად დასული ძალიანად მოსახლეობის კაცობრიობის დიდი ნაწილი ხო ამიტომ რთული გასაგები იყო ხო რაღაცნაირად მოქშა თუ გინდა ეს უნდა გააკეთო ხო ერთი ჩემთვის ისიც რა იყო აი მე რომ პოდკასტი დავიწყე არ მქონდა არანაირი როგორ გითხრათ არ ვაკეთებდი ამას სარგებლის დონეზე რა რომ აქედან მე ფული გამეკეთებინა არ გამეკეთებინა რა ეს უბრალოდ გავუკეთე იმიტომ რომ მე მინდოდა რომ გამეკეთებინა თავის დროზე და რეალურად ჩემი თანხიდან გადახდილი ჩემი ჯიბიდან გადახდილი თანხით ეს თითქოს ეს რაღაცნაირი ცოდნა ვრცელდებოდა ამ პოდკასტის იმაში და საოცარი ქველმოქმედების მომენტია კი ბატონო იცით რატო მოვყვები ამას მე ისე დალაგდა ყველაფერი ძალიან სასიკეთოდ. მიხდით, ანუ იქ შემოსავალიც გაჩნდა ისე რომ მე ამაზე თქვათ ბევრი არ მიწვალია სიტყვაზე ვიძახი. ხალხის სიყვარული, რომელიც აი თითქოს არ საიდან ესე ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა და მადლიერება ადამიანების რა. ამიტომ მუშაობს. ხო, ესე შემიძლია პირდაპირ რო თქვა რა. და ძალიან კარგად არის აღნიშნული და მანდ ბანე ვიტყვით ესეც მაგალითი მომწოს ეს მაგალითი რომელიღაცა ჩემო ერთ-ერთმა მასწავლებელმა თქვა რომ ამ შემთხვევაში თქვენ ბევრი რამე ბარათები ხო გაქვთ ბევრი ბარათები ხან ამით იხდე რაღაც ბარათი ჩალაგებული რეზე თქვენ ასე ბევრი ბარათები გვაქვს ამაში ამით ვიხდი იმაში იმის ვიხდი აუ მებნეო ეს ამ დღეს რა ის უნდა გავაკეთო კარმა ეს უნდა გავცე ანუ
აი რაც დასაწყისში თქვით თქვენ ეს რთულია ეს ამდენი კანონი ხარ უნდა მარცხენა ხელით არ უნდა შევჭამო აი მე მარცხენა იქ არის ესეთი რაღაცები ტაძრებში მარცხენა ხელით აიღო რაღაც წესები არის ამას ეჩვევი დაუშვათ ერმა ბოლომდე ვერ იგებ მაგრამ ფეხსაცმელით არ შევდივართ კაი ეს გასაგებია რაღაცა ბევრი წესები არის კიდე დილით ადგომები რა ბევრი ბარათები გვაქვს მაგრამ ფაქტიობაში ერთი ბარათი გაქვს ბარათიც არა გაქვს ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია აქ შენ კრიშნას ეუბნები, აქ პირდაპირ აცხადებ, რომ მე ამდენი ბარათი ვერ მექნება. მე საერთოდ ვერ გავიგე რა ხდება დაახლოებით, მე მოგენდობი შენ. მე შენ გადაწყვიტე ჩემი ბედი, ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია, შარანაგათი ქვია, ასეთი სიტყვა მინდობა. მე შენ მოგენდობ. ეს ხვდებით ალბათ რთულია. არ არის ოლი ამ დონეზე მიხვიდები, ვინ არის ხა მეტი საქმე არა, ვინ არის საერთოდ. მაგრამ როცა ამას აკეთებ უკვე ესენი გეხსნება. აი ეს აუცილებლობები, ეს რაღაცები იხსნება. შენ ამისი ხდები, შენი ვარ, შენ მართე რა. გამიგეთ, ამიტომ ბევრი რაღაცა ეს იხსნება ბჰაგავად გიტაში. კრიშნა ასწავლის არჯუნას ძალიან ბევრ რამეს. როგორ იცხოვროს, აი ამებს ასწავლის, აი ამ ყველაფერს კარმა კანდაზე ესაურება, კარმა იოგაზე, რაჯაი ყველაფერზე ესაურება, ბოლოში ეუბნება, მე შენ ყველაფერი ხალ შეგასწავლე. მაგრამ დაიმახსოვრე რა ადიქი და უბრალოდ მე მომენტე დაივიწყე ყოველგვარი ධარმა აი ეს შენი დანაწესები შენი ბარათები დაივიწყე ყველაფერი უბრალოდ მე მომენტე მე და ნანახი მყავს ის ხალხი ვინც მინდობილი იყო მასე უბედნიერი ეს ხალხი იყო ეს არ იყო ტყუილი და ეს არ იყო ხიბლი ეს მოხსნილია, მაგრამ ეს თავის გადადება არა. ასეთი კარგი ის არსებობს, ნათქვამი ეს კაბალისტებსაც კი აქვთ, მეგონი ესე მოკვდე რათა იცოცხლო. ამისთვის უნდა მოკვდე რათა იცოცხლო. ქრისტიანობაში იგივე არის. ზუსტად. მაგით ვიზახი ჩემთვის ერთი და იგივე, ხო. აქ პიროვნული მომენტი მე ძალიან მიყვა, ძალიან აი რა ვიცი, ყველანაირი ფორმები ისეთი რომელიც პიროვნული ფორმები ძალიან მიყვარს. უპიროვნო ფორმები და რაღაცა ის მარტო სინათლეები და ბრაჰმანი და რაღაც ეგეთი რაღაცები არა იქ ვერც ვერ ყვევი ბოლომდე კარგად. ვისაც უნდა ეს გააკეთოს რა გაყვეს ადვაიტას გაყვეს ანუ არა ორმაგობას გაყვეს და ჩემ შემთხვევაში ორმაგობა ჩვენ ორნი ვართ ჩვენ მე და კრიშნა ორნი ვართ. ძალიან საინტერესოა. ეს თემა ისეთ საინტერესოა. ხო, კიდე იცით რა კითხვა მაქვს. წინა ერთ-ერთ ეპიზოდში ვისაუბრეთ თავისუფალ ნებას. ამ კარმის დოქტრინის ყველაფრის კათოლიციზმით თავისუფალი ნება არსებობს. ძალიან მაგარი მომზადებული ხარ თქვენ. კითხვები სერიოზული კითხვა. მე ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია და მინდა რომ ადამიანებს ვისაუბრო. ნება არსებობს, აი ამათ შორის არსებობს ნება. გადაწყვეტილების მიღების. მაგალითად, როცა მე ამაზე ვყვები და ამას მოისმენს ვინმე, იმის გადასაწყვეტი იქნება ადვაიტა ვედანტას გაყვება თუ ბhakti yogas სიტყვაზე. ის მისი გადაწყვეტილება არის, ხო? ამიტომ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ევრიმ შეიძლება გააკეთოს, ეს მისი ნება იქნება, მიუხედავად იმისა. კარმილოთ ისე მოუწია ვიღაცა, ვინც ამას ისმენს, რომ კარმილოთ ეს უნდა მოესმინა. აქამდე უნდა მოსულიყო აი ამ ბოლომდე 1 საათი ეპიზოდამდე და უნდა გაეგო, რასაც ჩვენ მას ვეტყვით, რომ ეხა შენი გადასაწყვეტია რას იზამ. ამასაც ეუბნება კრიშნა არჯუნას. მე ყველაფერი მოგიყევი, ეხა შენ გადაწყვეტე. მე არ ჩავერევი შენ ნებაში. ამბობენ, რომ რატო ღმერთი არ ერევა? ესეთ მდგომარეობაში რატო ვარ? ღმერთი რატომ არ ერევა ჩემ მდგომარეობაში? გააკეთოს თუ ღმერთი ჩაერევა შენ მდგომარეობაში ყველაფერი შენ მაგივრად გააკეთებს? სად არის შენი პიროვნება? სად არის შენი პიროვნება? ხო. შენი პიროვნება არ არის შენ მაგივრად შეიყვარებს საკუთარ თავს. შენ მაგერ ყველაფერი გააკეთოს დაგილაგოს ცხოვრება, ეს შენი გადასაწყვეტი, ეს პოლიგონია. დედამიწა და მატერიალური სამყარო არის პოლიგონი. რეალურად პოლიგონია. როგორც კი პოლიგონს გაივლი კარგად და მიაღწევ შედეგს, მთავრდება კარმა. მთავრდება რეინკარნაცია, მთავრდება სამსარა. ეს მხოლოდ მაგიტომ არის. ეს აქ არ არის ბოროტება, აქ ილუზია. პირობითად შეიძლება გვეგონოს ბოროტება და სიკეთე, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ არის.
ყველაფერი უკეთესობისკენ არის. ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ მე გავიზარდო ისეთ დონეზე, რომ მივხვდე, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგა. ან უპიროვნო, ან პიროვნული და გავიდე აქედან, ან გავიდე ბრაჰმაში შევიდე, ან დავრჩე პიროვნებად. ეს მხოლოდ ამიტომ კეთდება. კარმა მაშინ მთავრდება, როდესაც შენზე ჩაცებული არავინ არ არის. როცა შეამჩნევე, რომ შენ დაიწყე, იქ კარმა შესუსტებას იწყებს. ისინი ამას ელოდნენ, შენი ნამდვილი ოჯახი, სულიერი სამყაროში რეალურად არსებობს იქ შენი ნამდვილი ოჯახი, რომელიც გელოდება, ასე ამბობენ. ის ერთი სული აქვს, ამას ელოდება, როდის დაიწყებ შენ. როდის გადადგამ ნაბიჯს, როგორც კი გადადგამ პროპელერი იწყებს გამოირთვება პროპელერი, მაგრამ ის ხო რაღაც მაინც ბრუნავს რაღაც პერიოდი. და მე ისიც გაჩერდება, ეს მოგშა, მაგრამ მოგშა არ არის საბოლოო მიზანი. გათავისუფლდი, რას ნიშნავს გათავისუფლდი? მე რა ხდება? აქედან გავთოვე, ციხიდან გამოვედი. ეხლა რა ვშვები? გამოვედი ციხიდან, ეხლა რა ვშვები? ესენი ამბობენ, რომ всё, შევდივარ ისევ ბრაჰმანში, მაგრამ ეს ამას ეს არ აკმაყოფილებს. ფაქტიობას ეს არ აკმაყოფილებს. ფაქტიობას სიყვარულისთვის ხარ შენ. აქ ღმერთი ხარ. ასე ამბობენ, ხშირად ამბობენ, რომ ყველა ადამიანი ღმერთია, ასე ამბობენ, ხო გაგიგიათ? ჩვენ ეს ცოტა სულელურ გამოთქმად გვიგვაჟ, როგორ შეიძლება ადამიანი ღმერთი იყოს? მეტერი ღმერთი შენ ხარ შენ. მაგრამ მასთან ისეთი ურთიერთობა გაქვს. ისეთი სიყვარული გაქვს, რომ აქ უკვე ღმერთი ხარ რა. ანუ თანაბარზე მიხარ. ისეთი გართობებია კრიშნას მაგალითად, რომ ტრანსცენდენტული გართობებია დედამიწაზე რომ იყო ჩამოსული, მის გართობებს ერქვა ადამიანის მსგავსი. როგორც იესო იყო დაუშვათ ხო? ადამიანის მსგავსი, ადამიანს გავდა, ადამიანივით იყო რომ დაგვენახა. ნარავატა ლილა ქვია, ადამიანის მსგავსი გართობები. ნარა ადამიანს ნიშნავს ნარავატა, ნარასნაირი ლილა, ნარავატა ლილა, ადამიანისნაირი გართობები. ეს გართობები ისეთი თქმილი იყო, მას მეგობრებიც ყავდა, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ყველაფერი აქ იყო. მეგობარიც ყავდა, მშობელიც ყველა. მეგობრებთან ჭიდაობდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ ის ღმერთია. და ძალიან დიდი მიჯოჭულობა ჰქონდათ. მათ ძალიან უყვარდათ ის, რომ არ იყო გიждდებოდნენ, ზოგმა იცოდა, ზოგს უთხრეს. იცით რა უცნაურია? ეს კრიშნა თქვენ არ იცით, მოვიდნენ ბრძენები და უთხრეს ამ ბიჭებს, გოგოებს. ეს კრიშნა ღმერთია, ესე როგორ ეჭიდავებით, როგორ თამაშებით, რა შეურაცხ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს იმათ მოუთხრეს. გინდა იყოს, გინდა არა, ჩვენ ისე გვიყვარს. ხო და ერთი გურუ ესე ამბობდა, ეს მაგალითი შეიძლება მოიყო მოსამართლე, მაგალითად როგორი პატევისცემით სარგებლობს და შიშით სარგებლობს სასამართლო დარბაზში. ყველა ნისიანება თქვენო ესეთი პიროვნება და ამ დროს სახლიდან ცოლიურეგას პოლიცია ამოიღერთი რა. შელიქარი მოსამართლეა, იყოს. მე პური მჭირდება. პური და მოდის და მოსამართლე სახლში მოსამართლე. აი, ხვდებით ხო დაახლოებით ესეთი დამოკიდებულება არის სპონტანური. კი ბატონო, მე ჩემი კითხვა თავისუფლებაზე იცით როგორი არის, სულ მაგ ესე თქვა. კი ბატონო, ან თავისუფალი ნევარი, მე იქ ავირჩევ, ამას ავირჩევ, ამ წყალს დავლებ თუ ამ ჭიქით დავლებ თუ სიტყვაზე თქვა ვაშ შევჭამ თუ ტორტ შევჭამ თუ ეს ჩემი თავისუფალი ნევარი, მაგრამ შემოდის ერთი რაღაც, რომ არ ვიცი, რაღაც რელიგია მეუბნება, რომ შენ თუ გინდა, რომ სამსარადან გახვიდე, მოგშა და თუ გინდა, რომ 64-ში მოხვდე, პირობითად, აი ესე უნდა იყო. თუ არა და ისე იქნები. და მან თავისუფალი ნება სადა. მან იმაშება რა ქვია. ვიწროვდება თქვენი შესაძლებლობები. ყველაფერს ვეღარ გააკეთებთ. ხო. ვეღარ აკეთებთ ყველაფერს მათ. და აქ უნდა შევეგუოთ ამას. მე ამის გაკეთება მინდა თავი დამანებად ესე არ გამოდის. ეხლა მე მინდა დავთვრე, შევდივარ ბარში. რა გამიში გადგება ეს ბარ? არა ესე მინდა შემი გზნობების დაკმაყოფილება მცირდება. ხო. ყველაფერი ხო თქვენი გზნობების დასაკმაყოფილებად კეთდება. აქ მინდა ეს გავაკეთო, იქ მინდა ის გავაკეთო, აგერ დავდგამ კარადას, იგერ დავდგამ იმას. აქ ეს მინდა მოაქარა მომიყვანეთ, ჩემი ნება არის, მინდა არ გავაკეთებ, მაგ გეუბნებიან შენ აირჩიე ახლა. ნეოს მომენტია, მატრიცაა რა. ან ლურჯი აირჩიე, ან წითელი. ეხლა ეს უნდა აირჩიო. და მე ეს ირჩევ წითელს, მე მგონი ხო? და იწყება მე დამაბრუნეთ უკან პანიკა იწყება ჩვენთანაც იწყება პრაქტიკას. ვაიმე ეხლა გზნობები აღარ ვიცი რა ვქნა რა დღეში, მაგრამ ეგ გადასალახია.
მე ის გადაალახავს ამას რჩეული ხდება, აქაც ესე ხდები შენ რჩეული. ეს ითოკება ეს გზნობები და აღმოაჩენ რომ თვითკმარობა საკმარისია. არ არის საჭირო ამდენი რამ. თვითკმარობა ძალიან სასიამოვნოა, ძალიან ნეტარებაა ცოტათი. ცოტა აუცილებელი და თავარი ეს გზნობები. ყველაფერი მაქვს მე. ისი არა, ჩემი შვილი მეხმარებოდა ნოუთბუქი მაქვს, დიდი ტელევიზორი, პატარა ტელევიზორი, რაღაც ესა, აქეთო საერთოდ არა ვარ ამის გამო, ამით ბედნიერი. ეს არ იწვევს ბედნიერებას. საერთოდ არ იწვევს ბედნიერებას. არ იწვევს ნამდვილად. სამი ფეხსაცმელი მაქვს, რატომ მაქვს? იცით, სამი ფეხსაცმელი, უბრალოდ დასკვნა გავაკეთე რა. ერთი მქონდა, მაგრამ სულ ერთი გაცვია და ნუ არა უშავს, მაშინ ვიფიქრე ასე, რომ ხედავე რომ მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი გაცვია და ის ერთი ფეხსაცმელი სამთოში იხევა. როცა სამი გაქვს, სამი განსხვავებული ფეხსაცმელი ხარ, სამჯერ მეცხადე. რატო? ხოლოდ მაგითო. პრაქტიკული. ხო, ისიც რომ რაღაცნაირად ხო. ხო, აი ეს თვითკმარობა არის ისეთი ბედნიერება. ეხლა ჩემი ორი ახალგაზრდა მეგობარი გოგონა ვრინდავანში ინდოეთში ცხოვრობენ, ვრინდავანში კრიშნას დაბადების ადგილას, სადაც დაიბადა, მაგრამ იქ ცხოვრობდა ბავშვობაში კრიშნა. ორი ჩვენი ქართველი პატარა გოგონა წავიდნენ. იქ არიან ეხლა უკვე პატარები აღარ არიან, დიდები არიან. სამი თვე იქნები გავარაც იქ არიან და აი ესე ცხოვრობენ, ისეთ როგორ მოგრძალებულად ცხოვრობენ. სხვა ვერი ცხოვრებდა ისეთ ოთახში ცხოვრობენ. და აი თვითკმარნი არიან და ბედნიერნი არიან. შევამჩნიე, ჩემზე გაცილებით ბედნიერნი არიან. გამასწრეს მე უკვე ყველაფერში და მაგრამ თქვენ ალბათ ეს ყოფა ირჩიეთ, სადაც ხართ და თქვენი ჯერჯერობით ეხლა ეგრე არის. კი ბატონო, ამაშინ აი რა კითხვას მქონდა ეგ არის, რომ თქვენი აზრით, როცა ვევლინებით, მისია გვაქვს ამ განზომილებაში? ერთადერთი მისია ეს არის აი ჩემთვის ეს ფაქტიოგაა. როგორ მე ამას უნდა მიაღწიო რა. ხო, ანუ რაღაც მისია არ ვიცი, რაღაც ის განმანათლებლის, იმის, ამის. რა თქმა უნდა. ეგეთი მისიები არ რა თქმა უნდა, კარმიულად თქვენ რაღაცა ხო, გიყვარებთ. ეხლა თქვენ აქ რომ მიყავთ ესეთი მშვენიერი პოდკასტი და ამდენი რაღაცა რომ მშვენივრად ესეთი ცნობიერება ესე ნელ-ნელა კიდევ უფრო იზრდება ჩვენი ცნობიერება, რა თქმა უნდა ეს თქვენი იყო. ისე დიდი შანსია რომ ეს ისე კარგი კარმაა, ხო? თუ თulit რომ ეს კაი სამუშაოა, შესაბამისად ეს პრარაბთა კარმაში ძალიან კარგი მომენტია თქვენი. მაგრამ ეს თქვენი საბოლოო მისია არ უნდა იყოს. საბოლოო მისია ხომ გეუბნებით მე უფრო მწვერვალებზე ყოფილვარ, მაგრამ შემდეგ უკვე აღარ ყოფილვარ მწვერვალებზე. ხო. გამიგეთ მე ჩვენი დიდი მასწავლებელი პრაჰუპადა რომ ამბობდა რომ მე მოდის სიბერე ჩემ თავზე და მე გჭირდება ყავარჯენი, გჭირდება მოვიდა გესმით? მოვიდნენ წამლები. არ ვეპოებით, მაგრამ მოვიდა წამლები, ყველაფერი ნება შეიცვალა. ეხლა მე შემორჩა ჩემში სიყვარული ისევ რაღაცების, მაგრამ უკვე ვეღარ განახორციელებ ამას, შეუძლებელია. ეს იძულებით მოხდა ესე, მაგრამ შეიძლება ვიღაც ახალგაზრდისთვის იძულებით არ მოხდა, იმ გოგოებმა თვითონ თქვეს ამაზე უარი. ამიტომ წინ არიან ისინი. უნდა მაიძულონ, მაინდა-მაინც რომ ნახო რომ ეს გარდაუვალია, რაღაცა ფილმს უყურებდი, განთქმული ფილმი იყო. იქ ერთ-ერთ ბარში ფისკია ლურჯი ყველაზე თბილი ფერი, თქონია, განთქმული ფილმია. აი იქ შედიან ბარში, მე მესმის ამათი ნება, ამათი სურვილია. ამ კუთხით არ ვამბობ, შვენიერი, ძალიან კარგი, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს, კაცი ამბობს, რომ ერთი ცხოვრება მაქვს. რასაც მინდა იმას გავაკეთებ. სულელური ნათქვამია. არც ერთი ცხოვრება არ აქვს და ვერც იმას ვერ გააკეთებს, რაც უნდა. ეს მიუღებელია, ჩემი კუთხიდან ეს მიუღებელია. ამიტომ აქნება ჩვენი იზღუდება ამისთვის ზად უნდა ვიყოთ რა. თუ ამას ავირჩევთ, მოვკვდეთ, რათა ვიცოცხლოთ, მაშინ ეს და ვიცოცხლოთ, რათა მე მოვკვდეთ, ეგაც თქვენი არჩევანია. ნუ სიკვდილით ხომ გესმით, არავინ არ კვდება. ხო. სული არ კვდება, არავის არაფერი არ ემართება, ნუ გეშინიათ. უბრალოდ რამდენი უნდა ვიპროციალოთ, რამდენი უნდა ვიბოდიალოთ.
ზუსტად ეგ. რამდენი უნდა ვიბოდიოთ. აი ბუდისტებს მობესდათ ეგ ბუდი არის, მაგრამ რაღაც ესეთი გზა აირჩიეს მესმის. არ გვინდა დაბადება კაცო, არა. არსებობს ასეთი გზაც. კი ბატონო, სულ ბოლოსკენ გავიდეთ ახლა ისეთ კითხვას დაგესმათ, არ ვიცი უნდა დავცვო თუ არა, მაგრამ რატომაც არ უნდა დავცვო. თქვენთვის რელიგია რა არის? აი, თუნდაც უფრო გავშლი კიდე კითხვას. ანუ რელიგია ადამიანის მოგონილ რაღაცა დაღიქვავთ? ანუ რატომ მოხდა დაშვება? შეიძლება ესე ვიკითხო. შეიძლება ხა ეს კითხვა საერთოდ ვერ ჩამოაყალიბო, მაგრამ მაქვს ეს კითხვა და ვცდილობ რომ კარგ ადამიანებს ეს კითხვები დავსახო. რატო არსებობს რელიგია? რაში ჭირდება კაცობრიობას რელიგია? ცოტა რა ორთულესი კითხვა ბოლოს კი რა. რაში ჭირდება ადამიანს რელიგია? ხო. მე მგონი ამ ბოლო პერიოდში ადამიანების სამართავად უფრო სჭირდებათ რა. მაგაში გეთანხმებით კი. თუ ასე მეუდგებით რა. როცა მე მეკითხებიან რომელ რელიგიას მიეკუთვნები შენ, ან რომელ სწავლებას მიეკუთვნები, მე უკვე აღარ ვამბობ, აი შეიძლება მარტო ეს თქვა, რომ ფაქტი იოგა არის. რელიგიასაც ვეღარ ვარქმევ რა. არ მინდა დავარქვა ასეთი კუთხით. გაურბივარ ხოლმე რომ არ ეფიქრონ რომ ეს სამართავად არის რა. იმდენი კანონები, იმდენი წესები შემოიღეს. შეგინი გავიხლათ რა. იმიტომ როცა მეკითხებიან შენ რას მისდევ, მე ვეუბნები ჩემი მასწავლებელი იყო შილა ნარაენა გოსვამი მაჰარაჯა. ჩემი მასწავლებელი ეს ადამიანი ნარაენა გოსვამი. ჩემი მასწავლებელია. მე მივდებ მას. აი ეს არის ჩემი რელიგიაც და ჩემი თავის და ბოლოს. ეს ჩემი მასწავლებელი არის, თორე თული კითხვა. შეგვიძლია რელიგია დავტოვოთ კარგი სიტყვით დავტოვოთ და აი ამით აღუნიშნოთ ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენი აბსურდული რაღაცეები ხდება აი ამ რელიგიურ ამბებში რა. აი ამ გაგებით. კი. რომ ვერ მოთვლი რა. ეს კალიუგას დამსახურება, ჩვენი აი ბოლო ეპოქის დამსახურება. კალიუგას. ხო, ეგ თქვენ ვედები ხშირად ახსენეთ და დარწმუნებულად ჩემაყურებლის პოსტში რაღაცა ნაწილს მაინც ეცოდინება ვედები ვინ იყვნენ და ვედები როგორც ხო 4 ვედა არსებობდა, როგორც აი ბიბლია არის, როგორც ყურანია, როგორც ესეთივე არის ვედები, ოღონდ აი აღმოსავლეთის ინდოეთის ტერიტორიაზე ინდუიზმს რაც იმუშავებოდა, მაგრამ ეს ინდუიზმიც ისეთი არა. სულ უფრო რაღაც ნატიფ რაღაცებს ვეძებთ რა. ამიტომ ჩემთვის ეს ფაქტიოგა ესეთი მემართულება აღმოჩნდა ძალიან მისაღები. მისაღებიც არა, ძალიან ჩემი აღმოჩნდა. მისი რელიგიად გადაქცევასაც ცდილობენ. გადააქციონ. მაგრამ ამიტომ ვამბობ, რომ მე არ ვეკუთვნი, არ მინდა, ეს ჩემი მასწავლებელი ეს იყო რა. ეს მასწავლიდა ამას. ნუ დავარქვევთ ამას, რა ვიცი. რა განმარტება აქვს რელიგიას, არ ვიცი. რაღაც ერთობლიობა რაღაცა, ერთი წმენის ხალხი თუ რა განმარტება ექნება. ესეთი მე ყოველთვის ვცდილობ, რომ დიდ დაჯგუფებებს გამოვიყო. იქ მე ირევა სიტუაცია. დიდ დაჯგუფებებში სიტუაცია ირევა. ამიტომ ყოველთვის პატარა ჯგუფი, ეხაც პატარა ჯგუფში ვართ რა. საკმარისია. პატარა ჯგუფში საკმარისია და შენში შეინარჩუნო ეს შენი მასწავლებლის არაფერი რელიგია არ გჭირდება, შენში შეინარჩუნე ეს. ჩვენში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლებს გურუს. ძალიან დიდი მნიშვნელობა გურუს. ხო, ეს ერთ სტუმართან მქონდა ამაზე საუბარი სხვათა შორის მასწავლებელი და გურუ და თითქოს ის მიხსნიდა რა განსხვავება იყო მასწავლებელს და გურუს შორის კიდე განსხვავება არისო. გურუ არის რომ წარმოიდგინეო რომ ღმერთს შეხვდიო რა ეგეთი რაღაცა არისო და მასწავლებელიო აი რაღაცა აუზში ცურავო რაღაცა აი შემოფარგლული ხარო ხო მარცხენა მოიქნი ახლა მარცხენა მოიქნი მე იცით როგორი კითხვა მაქვს ერთი და კიდე ძალიან სიამოვნებს თქვენთან საუბარი ხო რა შეგაღალეთ გაზამო ესეთი თემით არასოდეს აღგდები არასოდეს კი ბატონო საღამოს 6 საათი რაში იცით საქმე დილის 6 საათი ნონ-სტოპი ისიც რა მქონდა ეს მაგ ისტორიას ვყვები ხოლმე რომ ისლანდიაში ვიყავი სამოგზაუროდ წასული და
აი თითქოს მოკლედ პირდაპირ მოყვები ისტორიას. იქ პლატოა მთლიანად მყინვარების და მთლიანად ესე გადმოდის რა მყინვარები მთელ კუნძულზე. ეგეთი ბუნება მე საერთოდ ცხოვრებაში ნანახი არ მაქვს იქ სადაც ალბათ არ ვიცი ღმერთმა დახარჯა ყველა ფერი და ყველაფერი იმ კუნძულზე და ალბათ ეგეთი კიდევ ძალიან ბევრი. და მოკლედ მე ვიდექი ერთ-ერთი მყინვარის ეს გადმოსასვლელის წინ და მარტო ვდგავარ და ვუყურებ ამ ყველაფერს და ვტირი ხო რა თქმა უნდა ყველაფერს მეტირება, მაგრამ მაგაზეც ვტირი და იცით როგორი შეგრძნება, აი თითქოს მანდ ვიგრძენი ღმერთი. აი იცით როგორი შეგრძნება მქონდა, რომ ვიყავი ძალიან პატარა, მაგრამ ვიყავი თან ძალიან დიდი. და რატო ვიყავი იცით დიდი? იმიტომ რომ ამ ყველაფერს ნაწილი ვიყავი. მაგრამ თან გრძნობდი, რომ რა საოცრება ეს ყველაფერი და მე ამის და ამ დროს აი არ ვიცი ეგ რა ჩემი სიტყვებით ითარგმნება რომ მაგ დროს ვიგზანი ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ მე აი გულთვალად ვიტყვი არც ერთი მიმდინარეობის წარმომადგენელი არ ვარ საერთოდ რა და აი ყველაფერს უბრალოდ ესე ვიღებ ჩემში, შემოდის ხო? აი არაფერს არ გაგრძელდა. ხო მიხდით რა თქმა თითქოს ეგ შეგრძნება. ძალიან კარგი შეგრძნება, ეგ ტყუილად ვერ იქნება ეგ შეგრძნება. ეგ ძალიან კარგი შეგრძნება არის. ესეთი შეგრძნებებიდან იბადება ნამდვილი განცდები, სხვადასხვა ჩვეულებრივი სიყვარულიდანაც შეიძლება განიცადო აი ეს ჩვეულებრივი სიყვარული ქონდეს და ეს მეერე ტრანსცენდენტული გახადო, რომ დაახლოებით ეს 1000 მილიონ მაგიათ რომ ისაქნა როგორი იქნება. ამიტომ ეგ განცდა თან პატარობის დიდობის საოცარი განცდა ზუსტად ასე უნდა იყოს. პატარა ხარ, მაგრამ ხო ვილაპარაკეთ, მაგრამ ღმერთთან ძალიან პატარა ხარ, მაგრამ სიყვარული დიდი ხდები. ხო. პატარა ხარ, მაგრამ ეს სიყვარული ხდება დიდი. უნდა გახსოვდეთ თქვენ და ჩვენ მეც უნდა მახსოვდეს ყოველთვის, რომ მარტო თქვენი ძალებით და მარტო ჩემი ძალებით ამ უდიადესი რაღაცის შეგრძნობა წარმოიდგინეთ ყველაფერი რაც შექმნა და ყველაფერსაც აკონტროლებს, იმის შეცნობა აკონტროლებს და ყველაფერს გამსჭვალავს, ხო, იმის შეცნობა მარტო ჩვენი ძალებით შეუძლებელია, ანუ რას გულისხმობ, მარტო ჩვენი ძალის ხმებით. ის უნდა წამოვიდეს, ნაბიჯი გადმოდგას, თავი დაგანახოს. მან თავი უნდა დაგანახოს. ისეთი დიადია, რომ მე ჩემი თვალებით მას ვერ დავინახავ და ამ დროს ის მოდის და თავს მანახებს. შეიძლება მაგ ჩანჩქერით განახებთ. შეიძლება სხვაგან მოხდეს, მოულოდნელ ადგილას. ამიტომ ინდუეთში დიდ ტაძრად დგომა არაფერს არ ნიშნავს დაუშვათ. შეიძლება პატარა ეს რა ოთახი, აქ რა ხდება თავი დაგანახოს იმ ოთახში. ან ვიღაც კაცი მოვიდეს გითხრას, იყო შემთხვევები ესე, იგივე რიშიკეში, აი მაიასთან ვიღაც შივაიტი შეხვდა და ამ თავისი რაღაცა გაანდო და იმან იტირა. ისეთი რაღაცა ოთხის კაცი ატირდა. არ იყო ეს იყალბენ, ვიღაც ხადია მაიას არ შეეშლება ეგეთი რა. და მიხვდა და მე ამასაც რემლები შემოვიდა შემდგომ თავს განახებს ესეთი ადამიანები საგნებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილებს ჩემთვის ადამიანები უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ შეიძლება ეს ადამიანს შეხვდეთ უცბად და უთქვა ხო ეს მათი გამოვლენა რაღაცნაირად რომ უფრო მეტად ჩაქრთოთ რა. ხო, მე ხშირად მაქვს ბუნებასთან, როდესაც ვარ სიახლოვეში, აი თითქოს მართლა მან შემოდის ჩემთვის მყინვარი იქნება თუ საქართველოში შეიძლება უშბას უყურავდი და მაგას ვფიქრობდი რომ მერთო რა ხდება მაგის შეგრძნება მქონდა და სხვა ხალხს ახლა ნახეთ რა ისინი მე ვარ მე ამას გავაკეთებ მე თქვენ ნახე რა გიქნათ მე ამას და ადამიანს გონია რომ შვიდად იყავი ანუ მორჩილი იყავი შვიდად იყავი შეიგრძენი თუ გინდა ეს მომენტი აუცილებლად ხუნდაც ადამიანს შენ დაგიცავენ თუ მორჩილი იქნები თუ შენ თვითონ აიღებ შენ თავზე ყველაფერს ბოლომდე მაშინ შენ თავის იმედი უნდა კონდეს და აქ ამას ვერ გააკეთებ ერთს დაამარცხებ მეორეს და მესამე დაგამარცხებენ სულ გამარჯვებული თუ გინდა უნდა იყო ვიღაცის ფარველობის ქვეშ რა მაშინ ეს ვფიქრობდი ამას თუ ვეჩხუბები ვაჯობებ ახლა ამას ვეჩხუბები მე სხვები მოვლენ და სუდგომარეობაში აღმოჩნდები როცა დამამარცხებენ დაკნინებული შერცხვენილი მოდი თავიდანვე ავდგები და ისეთ მდგომარეობას ავიღებ. ისეთ როგორც რომ ვერ მომერიოს ვერავინ რა. მეტი დაცემა ჩემი შეუძლებელია, რაც არ უნდა მიქნათ ვერ დავეცემი რა. ისეც დაცემული ვარ.
დამთავრდა. ხო. ეს მიდგომა. მან და არის ერთი ადამიანებს რაც განსმენია ხოლმე, რომ ამდენ ცუდს აკეთებს და მაინც კარგად ცხოვრობს, ხო, ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ მაგალითს ქვეყანაში, ხო, მაგისი რა. პრარაბთა კარმაში არ არის ის ჩადებული ჯერ. ხო, ანუ ეგ არის. ჯერ კარგად მიდის ყველაფერი. დღეს კარგად მიდის ყველაფერი, ჯერ მე რაღაც ფილმში რო მე 10 საათურიდან გადმოვარდა და ჯერ ყველაფერი კარგად მიდის. ფინავს და ამბობს, ხო, შესანიშნავი დეულში არის. ხო და ეს ჯერ არ არის. ეს სად არის ის ბიჯა კარმები და აპრარატთა კარმები და ისე გამოულენელი სად არის? რა ხდება მერე? კარგად არის, ჯერობით ვერ მომწიფთ ამ. ეს რო იცოდნენ. ეს რას ნიშნავს, იცით, რომ ეხა თქვენ მე რო დანაშაული ჩავიდნე იმის იმედად, რომ ხვალინდელ დღეს ან არ იქნება, ხვალინდელ დღე არ იქნება რა. ან არ მაინტერესებს ხვალ დამიჭერ. აი დღეს ნუ ჩავიდნე დანაშაული. აი ჭყოთ ყოფილი ამას გააკეთებს. სად არის გონიერება? რაღაცა წამიერე 10 წლიანი ცხოვრ, რაღაც 10 წელი, 30 წელი იცხოვრე და ფუფუნებაში და შემდეგ აი ჩინოვნიკმა გაიფუჭე მთელი ცხოვრება და ხალხი მეუბნება რომ იცით რა ჩვენ გვინდა ჩვენ თვითონ შევესწროთ მის დასჯას. ჩვენ ვნახოთ ის დაცემული და მისი გასამართლებას უნდა შევესწროთ, მაგრამ არ გვინდა რა. ამყარო ამ ჩვენ თავს მივხედოთ. ჩვენ მივხედოთ ჩვენ თავს. კარმა ეს უმნიშვნელოვანესი რაღაცა უნდა თქვა. ყველაფრის თავი და თავია ეს როგორ დამოვიწყდა ეს უნდა თქვა. რაც ჩვენ თავს ხდება ჩვენი პასუხისგებლობის ქვეშ არის ყველაფერი. ჩვენი დანაშაული ან ჩვენი სიკეთეა. არავინ ჩვენს დანაშაულში მონაწილეობას ჩვენს კარმაში მონაწილეობას როგორ ვთქვა ჩემ ცუდად ყოფნაში და იმაში მონაწილეობას ვერ იღებს ვერავინ სხვა. შეუძლებელია ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რამე დაუშავო ადამიანს თუ მას ეს კარმაში არ აქვს. ვერაფერს ვერ უსახავ. ეგ მომენტი არის რომ აი მაგალითად შემხოდიდა ცხოვრებაში ადამიანები რომლებიც ანუ ეს კარმის პრინციპი გავიგის სუცხანად უყურებს საერთოდ ცხოვრებას და სუცხანად უყურებს საერთოდ ადამიანებსაც კი რა ანუ აი როცა მოდის ადამიანი და მქონია რა რომ აი წაიღო ენერგია ჩემგან წაიღო და მომდევნო 10 დღის განმავლობაში მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ კონცენტრაციას ვერ გაშორდი ეგეთ ადამიანს დაშორდი ხო ანუ ხო ხვდებით მაგრამ მე ხვდები თავიდან მქონდა ამაზე რომ რატო მე ხვდები რომ ის ადამიანი ამ ჩემ ცხოვრებაში რომ შემოვიდა მაგისტვის შემოვიდა იგი იყო ეგ რაღაცა მან მოხდა რა რაღაცა შეიძლება რაღაც ჩაიხურა ეგეთი ზეგავლენები ხო არის ხო ადამიანის ცხოვრებაში ნუ თქვენ შეგიძლიათ ეგ თქვენი ნება გაექცეთ მას კარმიულად არის ისე ვერ წაიღებდა მაგრამ ეცადეთ აღარ დაუკავშირდეთ არ არის ვებხვი შეიძლება არ გჭამს მაგრამ ყოველ случае მასთან ჩახუტება არ არის საინტერესო ხო არ დაუკავშირდი არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ საერთოდ არც უნდა ილაპარაკო მას აი უმნიშვნელოვანესი კარმიული ძალიან მაგარ თემა შევეხეთ საუბარი ცუდზე ვიღაცაზე მის ცუდქმედებებზე გამუდმებით იწვევს მისი კარმის მისი ხო აბა კავშირს გაბმახდება კავშირის ეს არის ის ხალხმა რა თქმა უნდა თქვათ ვიღაცაზე მაგრამ სხვანაირად როგორც ერთხელ ან რაღაცნაირად ან საქმე აი არ ვიცი ეს მნიშვნელოვანია მაგრამ ყოველ წუთში ამით ცხოვრება თქვენ იცით რომ ამით ცხოვრობს ხალხი ჩემი ახლობლები ძალიან საყვარელი ხალხი ამით ცხოვრობს და არ მომეცა საშუალება რომ უთხრა ეს ესი არ არის შეეშვით ამას იმასი თვისებები გადმოდის შენზე და აი ესეთ დროს როდესაც შენ ამ იმაში ხარ გართული თუნდაც სამშობლოს გადარჩენაში და უკვირდით როგორი ხაფანგია უცნაური სამშობლოს გადაცენაში ძალიან დადებითი როლი გაქვს ყველაფერი სამშობლო კი ბატონო ჭეშმარიტება და ამ დროს აი ამ იმაში ხარ გამული და ამ დროს დაამთავრე ცხოვრება იცით აბსოლუტურად არ არის გარანტია იმის რომ კარგად დაიბადები რა აი ამ ნათქვამია რა მდგომარეობაშიც ასრულებს ცხოვრებას ის ძალიან განაპირობებს შემდეგ იმას გამიგეთ აი რა სქეულის დატოვების მომენტში რაც ნობელებაშიც იმყოფება ადამიანი ეს განაპირობებს ძალიან მის შემდგომ ცხოვრებას და თუ მე ჩხუბში ვარ ვიღაცაში და რაღაცაში იცით რა ავარიებში მოხვედრილი ხალხიც ხანდახან ვერ იბადება კარგად მოულოდნელად უცნაურობები არსებობს ხშირ შემთხვევაში ახლა სხვა თემებს ვეხები მაგრამ რეალურად არის ესე რომ შეიძლება
სახლები არსებობს, მოჩვენებები ცხოვრობენ. რეალურად ეს არის პიროვნებები, რომელსაც სხეულის ვერ მიიღეს. თორე თრილერში გადავდივართ ახლა სასპენსში. მოჩვენებები აქვს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გვინდა მოჩვენებები იცახიან, კარგია მოჩვენებები. ჩვენთან ახლა იყო ის ხალხი ამ ტურის დროს ინდოეთში, რომელიც ახლა ამბობდნენ, რომ შეიძლება აქ არ შემოვიდა, შეიძლება იქ არ შემოვიდა, მაგრამ კრემატორიუმში რომ მივედით, აქ უნდა შევიდეთ. მანახეთ როგორ წავენ, ამას წავენ ახლა. აი, გაინტერესებს. არ ვიცი, ახლა ესეთი კარგია, ეს ხუმრობ რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. სანახო. ხო. ამიტომ ეს არ შეიძლება ესე გადაბმულად. ანტახან თავისი თამთავრებს ის თავის ხოვრებას, ის ცუდი. კი. ხო, მე მინდა რომ ეგ ყველას ესმოდეს ადამიანებს ისიც რატომ მე ჩემ თავზე გამოვცადე, როდესაც აი ესე რა, ეს მოხდა რაღაც ფაქტი, ადამიანმა ჩემი ენერგია წაიღო, რაღაც და მე დავდიქი და ვილაპარაკე რა, რომ ეს რა მოხდა და ისე მოხდა და ისე. იცით რა ცუდად ვიყავი? ცუდად. იცით რა ცუდად ვიყავი? მენტალურად, ან ფიზიკურად არ შემხებია ხა ესე, იმიტომ რომ ეთყობა მალევე მივხვდი თუ რა არ მივხვდარიყავი, მე ფიზიკურადაც გამოიხატებოდა რაღაცაში აუცილებლად, მაგრამ აი რომ გავჩერდი, მეთქი რას ვაკეთებ? ანუ რას ვაკეთებ საერთოდ და ძალიან დიდი ძალიან კარგი ის არის. ეს ძალიან დიდი რეალიზაციის მომენტია, როდესაც ეს ძალიან კარგია, ეს ყველას არ შეუძლია, ის გამარჯვება ხანდახან სულაც არ მინდა გამარჯვება ვიღაცას ვაჯობო რაღაცაში. ისევე ცუდად ვარ როგორც უფრო ცუდად ვიდრე დამარცხების მომენტში ვარ ხოლმე რა. ხო, ანუ ეხა თუ რაღაც მაყურებელი უყურებს და ფეთქრას არ გავლანძღო ვიღაც არ პირობითად რა ვიცი ხელისუფალი თუნდაც რომელიც რაღაც საკეთებს ქვეყანაში, ხო? მე მithქვამს ჩემი მეგობრებისთვის, რომ ანუ გალანძღე არა. აი, ხო კონსტრუქციული კრიტიკა ხო არსებობს, შეიძლება გააკრიტიკო და რაღაცა საფუძველზე დაყრდნობით, მაგრამ აი უბრალოდ რომ ამოწყდი ის აი რაღაც ესე სიტყვები რომ ხო, მეც მქონია მომენტი რომ მithქვამს, მაგრამ იმ წამს ჩერდები და ვიაზრებ რომ არა, აი ცოტა სხვანაირად. ყველაფერი ვადებს ამ კარმიულ რაღაცებს. შეიძლება ვიღაცას ეკუთვნოდეს, მაგრამ ეკუთვნის კიდევაც. ნუ ისე ხო ვერ გალანძღავს ვერავის ახლა. იმასაც ეკუთვნის, მაგრამ შენ ჯობი არ მიიღო მონაწილეობა რა. შენ შეგიძლია იმისი კარმა შეცვალო რაღაცნაირად, მაგრამ რა ვიცი რა ვთქვა, ესეთი საერთოდ რთული ეპოქა არის, რკინის ეპოქა კალიუგა, რომელიც 5000 წლის წინ დაიწყო და აქ ერთი ფეხი დარჩა, მე მგონი რაღაცა აი ამ სამართლიანობიდან, რაღაც იმიდან, სხვადასხვა აღარ მახსოვს ჩამონათვალი იმ ღვთისმოსავი ერთი რაღაცა კინკილა ფეხზე დგას ეს სამყარო და ისიც არ არის რა აქ. ხომ გეუბნებით აქ ტყუილი და მართალი ისი არის ერთმანეთში აზელილი, რომ მე არც ვცდილობ მის მასში გარკვევას. და თქვენ რომ ამბობთ, ანუ ერთი ფეხი დარჩა და თქვათ რაღაცა ასწრეულის რამდენი ხნის მერე უკვე იწყება სრული სიგიჟე, სრულ ჩაჭერას ეძახი ხოლმე მე მაგას ეგ იქნება მერე. ხო, იმიტომ რომ ისიც უთქვამთ, იცით რა უთქვამთ, ეხა მე ცოტა განსხვავებულ რაღაცებს ვამბობ, ვიღაცა ვერ გაიგებს, მაგრამ მე ვიტყვი რა, ეს ვედებ შენათქვამი. სამყარო ჩვენი გადასარჩენი არ არის. სამყარო ჩვენი გადასარჩენი არ არის. ჩვენი თავები უნდა გადავარჩინოთ. შეიძლება 100-დან 99 არ დამეთანხმოს, მაგრამ სამყაროს ვერც გადაარჩენ ესე. და რა იგულისხმება სამყაროს გადარჩენაში? დემოკრატიის ჩამოყალიბება, ომის თავიდან აცილება თუ რა, მაგრამ ჩვენ ხო ვილაპარაკეთ ეს კარმიულ შედეგებს გათავისუფლებას არ ბადებს ეს. ძალიან მასშტაბურად შევხედოთ რა. ეს ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება და იქნება ჩვეულებრივი ცხოვრება და კარგია ვიღაცისთვის. მაგრამ თუ შენ გამოდიხარ ამ იმიდან, მაშინ ხვდები რომ ეს სამყაროს გადარჩენა შეიძლება მხოლოდ სხვანაირად. თუ მას იამთრებების ელაპარაკებს და გაიგებს. გამიგეთ? თუ სულიერების კუთხით წავა, სულიერება ისე სიტყვა, მაგრამ თუ ამით წავა, მაშინ ეს იქნება ნამდვილი გადარჩენა. თორე შვედეთშიც ცხოვრობს უბედური ხალხი და დანიაშიც. ყველანი ბედნიერი ხო არ არიან იქ. ამას მივახწევთ. მაგრამ ამაზე მეტი გვინდა ჩვენ.
მე ასე ვფიქრობ. კი ბატონო. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ რომ ამდენი საშუალება მომეცა რა. ეს იყო ძალიან სასიამოვნო და საინტერესო საუბარი და ბევრჯერ გიხილავთ მე ამ პოდკასტში. ეს ვიდეო ჩარაწერებში მესმის. არა, ისედაც ცოცხლად. ჩართავდა რომ უყურებს. მიხარია კიდევ ერთხელ თქვენი გასწავლა, მე მგონია რომ ჩვენი ურთიერთობა ამით არ დასრულდება. და მაყურებელს ვეტყვი ბოლოს რომ თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი, მოიწონეთ ვიდეო, ეს ბევრს ნიშნავს, გაგვიწერეთ თქვენი აზრი და გააზიარეთ ეს ვიდეოს და თქვენ იცით ეს როგორ მეხმარება და თუ სულ პირველად უყურებთ ამ პოდკასტს, მაშინ გამოიწერეთ პოდკასტი, იმიტომ რომ ბევრი უნდა ვიყოთ, დიდი ოჯახი უნდა ვიყოთ და ბევრ ადამიანს უნდა მოვასმენინოთ და ვაყურებინოთ ესეთი თემები. მადლობა.